YouTube-ის მაფია მონატრებული ეპიზოდი დაგიბრუნდათ, სადაც ჩვენი მონაწილეები მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაში არიან გაწყობილები. მადლობა მინდა. ეს არის სპეციალ ეპიზოდი, სადაც ჩვენი საყვარელი მოთამაშეები იქნებიან და მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ასევე მადლობა ყველას, ვისაც მოგენატრათ მაფია. ეს შესანიშნავი სივრცე სპეციალურად თქვენთვის მოვაწყეთ, რომელიც იაპონურ სტილში არის გადაწყვეტილი და შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთაგანს მობრძანდეთ და ითამაშოთ გლდანში მარატ ნოზაძის 5 ნომერში. მანამდე კი გეტყვით, რომ მაფიის გენერალური სპონსორია ბეტსონ სპორტი, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო გვერდით გომისთვის. მაფიის სპონსორია ცელსიუსი, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო სპონსორობისთვის. ცელსიუსში შეგიძლიათ შეიძინოთ არისტონის, შიკის და მიდიას კონდიციონერები და ადგილზე დაგვხვდებათ კონსულტანტი, რომელიც შეგარჩევინებთ სპეციალურად გვერდით. გრილი ზაფხული. არა ღმერთო. მადლობა ლაშა. აში. საიტის ლინკი იქნება აღწერაში. მეგობრებო, აქვე მინდა დაგიანონსოთ ძალიან მაგარი ამბავი. წინა წელს ჩვენ ჩავატარეთ გამომწერების ტურნირი თბილისის თასი 2025 და ახლა უკვე უნდა გითხრათ, რომ ჩატარდება 2026 წლის სეზონიც 28 ივნისს იქნება პირველი შესარჩევი და ყველა თქვენგანს შეგიძლიათ რომ მიიღოთ მონაწილეობა და ფინალი YouTube-ზე დაიდება. ეს არის ჩემთვის ძალიან მაგარი ამბავი და იმედია რომ თქვენც ძალიან გაგიხარდება. ვიქნები და იმედი აღარ დამჩაგრავენ. ჩვენ მეგობრებო ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს საზღვარგარეთ, ასევე რეგიონებიდან, რომლებიც ვერ ახერხებენ თბილისში ჩვენთან ერთად თამაშს, ასე რომ უკვე დღეიდან თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი ონლაინში მაფიის თამაში. მაფია G-ზე იქნება განთავსებული ლინკი და შეგიძლიათ შეხვიდეთ და დარეგისტრირდეთ. ონლაინ მაფია G არის ჩვენი საიტი. მადლობა. შევბრძანდით და ერთად ვითამაშოთ. წესებში პატარა ცვლილებები გვექნება. პირველ ღამეს ისვრის იაკუძა და მარჯვენა ხელი ამოწმებს მხოლოდ ერთხელ. მე მგონი მზად ვართ რომ დავიწყოთ. კარტები ჩაწყობილია. სლენდერა დღეს არ გვყავს. შესაბამისად მე გაჩვენებთ კარტებს. ესე გადმოგიშლით. თქვენ 1 2 3 მაჩვენეთ. პირველ ღამეს ყველა იგვიძებს, კი. ყველამ გავიკეთოთ ნიღბები. მეტი არ მაქვს. ვერა. იგვიძებს მხოლოდ პირველი ნომერი და ირჩევს როლს. იგვიძებს მეორე. იგვიძებს მესამე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მეოთხე. იგვიძებს მეხუთე. იგვიძებს მეექვსე. იგვიძებს მეშვიდე. იგვიძებს მერვე. იგვიძებს მეცხრე. იგვიძებს მეათე. იგვიძებს მე-11. და იგვიძებს მე-12. ჩვენი პროექტი აქტიურად ვითარდება და წინ ძალიან საინტერესო სეზონი გელოდებათ. თუ თქვენი ბრენდი ეძებს სწორ აუდიტორიას, ხარისხიან ინტეგრაციას და რეალურ ჩართულობას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. სპონსორებსა და პარტნიორებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მეილზე sponsorship mafia G. ერთად შევქმნათ ისეთი კამპანია, რომელიც მაყურებლისთვისაც და ბრენდებისთვისაც საინტერესო და შედეგიანი იქნება.
ვემშვიდობები, იგვიწევს დეტექტივი, ვემშვიდობები და იგვიწევს ექიმი. ვემშვიდობები. გათენდა. პირველი ნომერი გახსნის წესს, წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით, მეგობრებო. ბარო. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს რაღაცნაირად ყოველი დაბრუნების შემდგომ ერთ გამონაკლის თუ არ ჩავავთვლით, მე მიწევს ხოლმე სეზონის ესე გახსნა. სეზონი არ არის ცალკეული ეპიზოდია, თუმცა მიხარია, რომ ამ ცალკეულ ეპიზოდსაც მე გავხსნი და დღეს წარმოადგენლები ვართ, ასე ვთქვათ, ნაკრებების ფორმაში და მიუხედავად იმისა, რომ კოპალა არის მხოლოდ საქართველოს ნაკრებით, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება იყო, რომ შენ სხვა ნაკრები არ აიჩე და საქართველოს ნაკრების მაისური. მე რაც შემეხება, მე გერმანიის მაისური, იმიტომ მაცვია, რომ პატარა ისტორიას მოყვები, ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ ესე დაახლოებით 7-8 წლის ასაკში, როცა პირველად ნახე ოლივერ კანის თამაში. იმდენად მაგარი პერფორმანსი ჰქონდა, არა მხოლოდ იმ მატჩზე, ბაიერნის თამაში იყო ოღონდ, რომ მას შემდეგ გაუწყვეტა, რომ აი ამ მეკარის გამო გულშემატკივრებდი მიუნხენის ბაიერნს და შესაბამისად გერმანიის ნაკრებს. თუმცა არ ვარ ეგეთი გადამკვდარი გულშემატკივარი, მაგალითად წინა მსოფლიოზე მესის გულშემატკივრობდი და ძალიან გამიხარდა, რომ არგენტინა მოიგო. ახლა გულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრებს, ასევე გამიხარდება, რომ მესიმ მეორე მოიგოს, მაგრამ რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ძალიან გამიხარდება რონალდუს მსოფლიო თასით ხელში და იმიტომ რომ ეს ადამიანი ღირსეული, რაღაცა გონია რომ ეს ფაზლი აკლია რა. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ძალიან ლამაზი გარემო, აუცილებლად მინდა ვთქვა და მაყურებელს მიმართავ, რომ ვისაც გააქვთ თუ არ გაქვთ ნათამაშები, აქ უნდა მოხვიდეთ და მინიმუმ აი ეს ატმოსფერო გამოსადოთ. წარმატებები თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით წითელ კარტს. მადლობა, ორი ნომერი. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მომეწონა ლაშეგაშვილის გახსნა, იმიტომ რომ არ იყო კარგი გახსნა რა. მე ზოგადად არ მომწონს კარგი გახსნები, როდესაც წითელ კარტს იღებ. წითელ კარტი თუ ხარ, კარგად არ უნდა გახსნა თამაში, იმიტომ რომ აქეთ უნდა დატოვოს სალივერო, უნდა ნახოთ ვის აიყვანს, როგორ აიყვანს. აი, მაგალითად, შავი კარტიდან ძალიან მარტივი არის სუპერ გახსნილი ერთი ნომრის აყვანა გუნდში და თქვა რომ აი ერთი ნომერი კაი გახსნა იყო, მე ავიყვანე მომწონს, მე სამი ნომერი ეთქვის, კი, ერთი მეც მომეწონა, 2-საც ვეთანხმები, 3-2-1, მე 4-3 და ანუ ირევა თამაში. ამიტომ ლაშას გახსნა არ იყო კარგი, ძალიან კარგი. მოდი მე ლაშას არ ავიყვან, მეგობრებო, ნეიტრალურში დავტოვებ, რომ აი აქეთ ნახოთ, ვინ რას ილაპარაკებს, ვინ რას იბოდიალებს და ვინ გამოაშკარებს თავის შავ ფერს. წარმატებები ყველას, მათ შორის შავებსაც, იმიტომ რომ ეს თამაში არის წითლებსაც და შავებსაც და მაყურებელს ნებისმიერი მხარის მოგება უხარია, მაგრამ დღეს უნდა გავახაროთ წითლების მოგებით. ფას. სამიანს უსმენთ? მოგესალმებით, საბა, პატიოსანი მოქალაქე. მიხარია რომ შესაძლო სპეციალური ეპიზოდია, თუმცა მაინც YouTube-ზე მაფიის დაბრუნება. იმედია რომ ის იამუნებს მაყურებელი ამ ეპიზოდით. რაც შეეხება ჩემ წინამორბედებს, მესმის რაც იგულისხმება ორმა ნომერმა. თუმცა როგორც პირველი ნომრის გახსნა, ძალიან კარგი იყო იმის ფონზეც, რომ დიდი ხანი არ გვითამაშია ტელეეკრანებთან, YouTube ეკრანებთან, ემოციური კარგი გახსნა იყო, გილოცავ ახალი სივრცის გახსნას და ბევრ წარმატებებს გისურვებთ. რა ერთი სამი იქნება ჩემი გუნდი, თუმცა ეს ანიშნავს იმას, რომ ორი ნომერი შესაძლოა ცუდი კარტი იყოს, თუ მე გუნდი უნდა დავახარისხო, ორმა რა იყვანე ერთი ნომერი, შემოწმად მე ერთი სამს ვთამაშობ, თუმცა კიდე ერთხელ ვიძახი, რომ შესაძლოა სრულად წითელი კარტი იყოს, თუმცა იქიდან უნდა რომ ორმა არ გაიზიარა ერთი საზრი, აქედან ერთი სამი იქნება ჩემი გუნდი და წარმატებები ყველას. ას. მადლობა, 4-იანი. მოგესალმებით, ჯითუ მახსენე რომ განსაკუთრებული ეპიზოდია და მადლობა რომ ამ განსაკუთრებულ ეპიზოდში ვარ. აი ამ სამეულის შემდეგ საუბარი ცოტა რთულია, იმიტომ რომ ისეთი სამეული დამემთხვა. მე ვერ ვიტყოდი რომ ლაშის გახსნა არ მომეწონა, ჭკვიანი კაცია და ძალიან კარგადაც და ღირსეულადაც გახსნა. პირველ მეორეს და მესამეში მიუხედავად იმისა რომ მათი სამივეს თამაში ძალიან კარგად, ასე თუ ისე ძალიან კარგად ვიცი, არც ერთი არ იყო ჩემთვის საეჭვო რაღაც ისეთი. სამივე ძალიან მომეწონა. მაგრამ ჩემ გუნდში არის მხოლოდ ბოლოთა. ამ ყავს მხოლოდ ბოლოთა. როგორ? მეც გილოცავთ ახალი სივრცის გახსნას, წარმატებებს გისურვებთ. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. დიდი მადლობა. 2-4 არის ჩემი გუნდი. პას. ხო, რა ის თქვაც მინდა და ცოტა ამირია ახლა, იმიტომ რომ შეც ამირია ახლა მე. ხო, აბა. მე მკითხე რომ უყურებ, აი
გეცხება ხო ეგრევე. ესა, ლაშას გახსნა მომეწონა მე იმიტომ რომ ანუ ერთ-ერთი პირველი თამაში მე ზუსტად ვნახე ოლივერ კანის თამაში ოღონდ მანჩესტერმა რომ მოუგო მაშინ ბაიერნს ფინალში და ძალიან მომწონს ამის გამო, მაგრამ ბოლოსაც ნათქვამით ძალიან მომეწონა და აი ამ ორზე როგორ თქვა სამი ნომერი მართლა ძალიან მეუცნაურა მე პირადად. ანუ როგორც ისაუბრე შენ რა, ანუ არ გისაუბრია საერთოდ არაფერი საკუთარ თავზე, უბრალოდ ბოლტასთან ეთანხმე და ლაშაზეც ანუ ძალიან ისე მარტივად გადაახტი და გამოყევი შენს მე რაღაც მოლოცვებს და ასე შემდეგ რა. მე პირადად ვთამაშებ. ეხლა 1-2-ს გავაერთიანებ და 3-4-ს ამოვაგდებ ამ გუნდებიდან რა. აი ესე ვითამაშებ. 1-2-5 იქნება ჩემი გუნდი. აი ეს მარტივად. პას 1-2-5 4-მა აიყვანა 5. მე რა ნომერი ვარ? გამარჯობა შენ. არა, ქორომ მითხრა ეგ თქვი. ხო, მოგესალმებით, მე ვარ პატრიოსანი მოგალაკეთ. მე ხო ან 4-იანმა ითამაშა 2-იანთან ერთად და შენ სალსალკე გუნდში აყვანა ვერ გავიგე მაინც. იმიტომ რომ 4-იანის ნალაპარაკები თუ არ რა 4-იანმა ითამაშა 2-იანთან. 5-იანმა ითამაშა 2-იანთან არა 4-იანთან არა. ხო. და ერთი ხო გავიგე კაცო. მე ლაშას გახსნა მომეწონა. ბოლოთანაზე ჩააჭირა რომ ძალიან წითლად და ან კარგად უნდა გახსნა, აბა თუ არ გაიწითლე თავი, მე არ მესმის ეგ არგუმენტი. შეიძლება გამოუცდელობის ბრალია და ბევრი ვარ მითამაშია, მაგრამ ის მიმიროა Suffering from Success DJ Khaled-ის დაახლოებით მაგაზე ჩააჭირა რომ ძალიან კარგი ხარ, ძალიან წითელი ხარ და როგორ შეიძლება ესე გახსნა. მე ერთიანთან ამჟამად ვითამაშებდი, 2-იანთან არ ვითამაშებდი, 3-იანი მომეჩვენა რომ დაბნეული იყო. ოზი რა ილაპარაკე მართლა ვერ გავიგე შენ. 4-იანს არა ვიყვანდი 2-იანიდან გამომდინარე რომ მაგარი ჩაჭერა ვერ გავიგე და მაგასთან მაგ გუნდში თამაში ვერ გავიგე. ამიტომ 1-იანს ვითამაშებდი ჯერჯერობით ამ ხალხიდან მარტო. ქოროს დავაკვირდები. Era pulga LSN energise elovedegane emina vovo ena pere erova selemana igimena parapode no poliga maregomana eu a padre pola balagi navale idigane se emina vovo Canada ore deverá por minuto ecco ore fa troppo ore fa troppo ego come essere ეგრე რომ გავაგზავნოთ მარტო მე მიწევს ქართულად ლაპარაკის. ვიდა. კაი, მოგესალმებით, სასიამოვნო თამაშს გისურვებთ. მე ვფიქრობდი სანამ ჩემი დრო მოვიდოდა ეგეთ რაღაცაზე რომ 7-9-11 რო იყოს გუნდი რა, ანუ ერთნაირი ფერები როა სვიათ და 3 და 12 იაკუზა შოგუნი ან 4 და 6. და 2 იქნებოდა დეტექტივი. აი ესე რომ დაალაგებულიყო, რაოდენ უცნაური იქნებოდა, ხო? აი მე მგონია რომ 7 არის ყველაზე წითელი ვინ ჩემამდე ისაუბრა, იმიტომ რომ შავი რო ყოფილიყო, ამას არიზამდა. მე ეგრე მგონიაც, ხო? არ ვიცი, თქვენი არ ვიცი. შენ 3 ნომერი არ მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ რო საუბრობდნენ, ესენი წამყვანს ანიშნებდა რომ ფოლები დაუწერეო და შენ თუ წითელი ხარ, წესით მაგას არიზავ, იმიტომ რომ შეიძლება ესენი წითელი არიან. თან ეუბნებოდი 7-ზე და ეუბნებოდი 5-ზე. არა, ხო, ეგრე არის. ანიშნებდი რომ ფოლები დაეწერა და ეგ არ მომეწონა რა. ანუ ისეთი გარემო იყო რომ ყველა რაღაცნაირად ვიყავით თქვენ ფოლებზე იმუშაობთ. პირველმა ნომერმა როგორც გახსნა, თვითონვე იცოდა რომ წესით მაგიდას გახსნიდა. ამიტომ პირველ ნომრის ფერს ესე ვერ იმჯერებ. 2 მგონია წითელი, 5 მგონია წითელი, 7 მგონია წითელი. ანუ ამა რა გუნდში თამაშა მართლა კაი იყო რა. 4-ის 2-4 არ მომეწონა და 4 უფრო შავი მგონია ვიდრე 2 ჯერჯერობით. აი 2, 5, 7, 8-ს ვითამაშებთ. მე არ მომეწონა რუიანმა რო თქვა 7-იანზე ეს უეჭველი წითელიაო, ჩემი აზრით საკმაოდ შავია 7 ნომერი. ნუ ამ ეტაპზე და შემდეგზე თუ გამიწითლო, მაგასაც გეტყვი. რუიანი 8-ზე რო ზის და კიდე მაგიდას ხსნის, ესეც არ მომეწონა კოპალა, არ გეწყინოს პირველი 15 წამი ისევ მაგიდა გადახსენი. თუმცა შემდეგზე ისევ შეიძლება შევიცვალო. ორიანმა რა კომენტარიც გაუკეთა ერთიანს რომ მეო არ მიყვარს როცა პატიოსანი მოქალაქე ცუდად უბრალოდ მე მიყვარს პატიოსანი მოქალაქე ცუდად რო ხსნისო, იმიტომ რომ მე გადააგდოს ანკეტი და ასე შემდეგო.
თუ მოგეწონა როგორც ცუდად გახსნა ერთმა ნომერმა შენივე თქმით, მაშინ უნდა აგეყვანა, იმიტომ რომ უნდა გეთქვა რომ პატიოსანია და ეს არ მომეწონა რო აღარ აიყვანე. საბა ძალიან ნერვიულობს და ნუ საბაზე არაზროს არ მithქვამს ვარაწყნარია მეთქი და ოკეი. 4-5-იანი თვითონაც ვლავს ხოლმე კომენტარებს რომ რატო ესე დოგმატურად არ თამაშობ და უცებ თვითონ შეიცვალა სტილი და 6-იანმა რო ანიშნა 7-იანს მე რატო არ ითამაშე ჩემთან ითამაშე ეს მომეწონა, ამიტომ ჟანიერი ჟესტი იყო. გამარჯობა, ესე ერთიანის გახსნა არ მომეწონა. იმიტომ კი არ მომეწონა ბოლოთან როგორც თქვა რომ აი არ მომეწონა, კაია, არ მომეწონა. სწორედ ამიტომ არც ბოლოთან, ანუ ბოლოთან საუბარი მომეწონა, მაგრამ როგორც შეაფასა ეგ არ მომეწონა. არც ერთი არ მომწონს, საბაც არ მომწონს, საბაც არ ვიცი რა, ანუ კინაღამ მორჩა დილზე დამთავრდა. ხოდა ეგ არ მომეწონა. 4-იანიც ანუ აი ყურე არც არა შეხედე აი რაღაცები დაიჭირა და მაგაზე ცდილობდი რომ თითქოს ლოგიკური საუბარი გქონოდა. გავიგე, ანუ ბოლოთან კარგად ილაპარაკა, მაგრამ ანუ ვილაპარაკე რა. მე მომეწონა ქორო ერთი, მე მომეწონა ანანო მომეწონა ყველაზე მეტად. ანუ ანანო არის ჩემი გუნდი, ეხლა იმ მყარი გუნდი, ქოროსაც ავიყვან გუნდში, კოპალას ყველაზე მეტად არ მომეწონა. კოპალან და ეგ შენიშნა მეც მქონდა რომ თავიდან გახსენი მაგი და მეტი შეგეძლო გელაპარაკა. თქვენ ორ შორის არ ვიცი რა, ანუ შენ უფრო მომეწონე, მაგრამ არ ვიცი ოზი რაღაცეები ისე ილაპარაკე რომ თქვენზე არ მაქვს, მოკლედ მოვიტყვები ახლა რო თქვა ან მომწონხართ ან არ მომწონხართ, ამიტომ არ ვაპირებ რომ მოვიტყვი. ჩემი გუნდი არის 7, 9, 10 კარგად. დანარჩენები არ ვიცი, ნახოთ. ან შენი შოგუნი ჩატეხე ესე იგი. 11 მოგესალმებით. უცებ ვიტყვი რომ მოვასწრო ყველა. ლაშაზე არ ვიცი, პირველი ადამიანია და არაფერი ის არ აქვს. ალიბი და ასე შემდეგ და პირდაპირ მაგიდა როგორც უნდა გაიხსნა, ისე ძალიან თავისუფლად შემთხვევით ეგრე გახსნა. არ მომეწონა ბოლოთამ რომ აი ეგეთი კომენტარი გააკეთა რომ აი დადებით ისკენაც არც ნეიტრალური არ დაიჭირა, უბრალოდ გადაწყვეტა რომ არ მოეწონა, როცა ადამიანი მაგიდას ხსნის და არაფერი არ აქვს სათქმელი. აი თქვენ ორ შორის კარგად ვერ გავიგე რა მოხდა მესამე მეოთხეში ოზი მგონია რომ უბრალოდ მონასტერის არევა უნდა და რაღაც ექშენი შემოტანა უნდა და საერთოდ არ არის სათამაშოდ მოსული და არის უბრალოდ საღლიცინო და უნდა რომ რაღაცა მოხდეს და მაგ კომენტარს აკეთებს 6-იანზე ვერ მივდივარ ვერც იქით ვერც აქეთ ქოროზე ვერაფერს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ დავალება ქონდა და შეასრულა და გავიგე მეორე და მეხუთე აიყვანა მაგრამ ვერ ხვდები კარგად რატო აიყვანა ეგენი კოპალას შეფასებაც მომეწონა მაგრამ კოპალაც ძალიან ისეთი იყო კაცრი რაღაცეებზე ანანო სლეი იმიტომ რომ ძალიან კარგად იცი რასაც აკეთებ და ძალიან მომწონს ეგ და ბასტოც მომეწონა მაგრამ რაღაც ხრივ ძალიან კაცრი იყავი შენს 9 შენი სპონსორი მე მგონი მარტო მე და ანის გვიბედავს ესე იგი ლაშას გახსნა მე მომეწონა ასე თუ ისე მაგრამ გუნდში ვერ ავიყვან ისე გახსნა ლაშა როგორც გახსნა რაც არ უნდა მოვიდეს ბოლოთ ამე მომეწონა თქვენგან განსხვავებით მე მგონი შედარებით პოზიტიურია და იმდენად პოზიტიური რომ გუნდში დავიყვანდი რო რამე სამიანი ძალიან დაბნეული იყო და ვერ მივხვდი რა ვთქვა საერთოდ 4-იანი და 3-იანი ჩემთვის ერთ კატეგორიაში გადის ამ შემთხვევაში ორივე ნეიტრალურად მოდი დავტოვოთ ოზისაც შეეხება ოზის ან ლეგენდარული თამაში ექნება და ყველას გაგვაუცებს მისი გენიალურობით ან პირიქითაც გვინახავს ბერჯერ ამიტომ მომეწონა მაგრამ მოდი თავი შევიკავებ მაინც გუნდში აყვანისგან 6-იანი მომეწონა შედარებით მაგრამ გუნდში არ ავიყვან 7-იანი მომეწონა ძალიან 8-яნის გახსნა არ მომეწონა მაგრამ რაც გუნდი მომეწონა ანანოს მსჯელობა მომეწონა, ბასტოვაიბით მომეწონა და 11 ნომერით მომეწონა. ამიტომ ყველა ჯიგრა. შეგახსენებთ მეგობრებო, იწყება თბილისის თასი 2026 5000 ლარიანი საპრიზო ფონდით, რომლის ფინალიც YouTube-ზე დაიდება და სრულად ჩვენი გამომწერებით იქნება დაკომპლექტებული. მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით საიტზე Mafia-G. შესარჩევები იწყება 28 ივნისს და ასევე ჩატარდება 3 და 5 ივნისს. Mafias იღუძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო
პასუხი შეგახსენებთ რომ მარჯვენა ხელი მხოლოდ ერთხელ ამოწმებს ვებშიტოპები იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა მათ უნდა მიიღონ ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება და ისინი პირველ ღამეს ისვრიან შოგუნი მიდასტურებს ვებშიტოპები იღვიძებს დეტექტივი ვებშიტოპები და იღვიძებს ექიმი მიიღო გადაწყვეტილება და თენდება ცუდი ინფორმაცია მაქვს თამაშს ტოვებს ნომერი 3 გული მიგრძნობდა თუმცა ვფიქრობ რომ ვინც გამაგდო ხა კარგად იაკუძის როლი არ იცის რა არის იმიტომ რომ იმდენად ნერვიულობდი პირველ წელზე ძალიან მარტივი გაშავებელი ვიყავ და ხელით გასყვანიყო პატიოსანი მოქალაქე იყო თუმცა ეძიეთ პირდაპირ გამოუცილ ანუ ცოტა გამოუცილ ადამიანში ვინც თუნდაც არ უთამაშია ამ როლით იმიტომ რომ მე ვიყავ პატიოსანი მოქალაქე და ზოგადად იაკუძისთვის ძალიან მარტივი იყო რომ მე გავეშავებიე ხელით გავეყვანე არ ვიცი ვინც ჩემამდე ჩემს შემდეგ ზარდ გონი რომ აქეთ ანუ შეიძლება არ იყვნენ შავები უფრო ამის იქეთ არც 4 ნომერი მომეწონა, არც 5 ნომერი მომეწონა. 11-12-ში შეიძლება იყვნენ ცუდი კარტები. ასე რომ არ ვიცი, ჯერ ბევრი არაფერი ინფორმაცია არ მაქვს 10 10-იც ხო, 10-იც აი 9 მომეწონა ძალიან რა. 9 მომეწონა ძალიან, 10 შეიძლება ცუდი კარტი იყოს. აი საერთოდ არც განიხილოთ რომ მაფია ვიყავი. აი არავინ არ დაუშვას, იმიტომ რომ სამი მაფია აგრძელებს თამაშს, თავისი იაპონური კლანი შოგუნი იაკუძა და საბადოს ნომერს როგორც თქვი, ძალიან მაგიდაზეც გამოსვლა ძალიან ცუდი გაწყვეტილება იყო ჩემი აზრით. ჩემი გაყვანა, იმიტომ რომ თუმცა ახლა ვფიქრობ შეიძლება რომ ისევ ნერვულობდი ან ექიმი ან დეტექტივი ვეგონე იაპონურ კლანს თუმცა ერთ რაღაც ვიტყვი რამდენიც არ უნდა ითამაშო ამდენი ხანი არ მითამაშია YouTube-ზე მაფია და თავის ღელვარება ახლდა რა ის ღელვარება რომელიც საკუთ კრიტიკული მაყურებლის მიმართ აქვს რა ვიცი ყველა მოთამაშეს იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულები ხართ თქვენ მაყურებლები და დამეტყო მეც ეს ნერვიულობა თუმცა პატიოსანი ვიყავი და ძალიან მაინტერესებს როგორ წავა თამაში უსწრებ პატიოსნებს წარმატებებს წრეს გახსნის ნომერი 2 10 არის გადამოწეული შავი რომელსაც თამაშა 7-9 და უთხარი მეთქი შენი შოგუნი ჩატეხე მეთქი მე შევსდი იქ რომ 3 მეგონა შოგუნი და მეთქი თავი შოგუნი ჩატეხა 10 ნომერი თქო არ მომეწონა 11 ნომერი რომელმაც აქეთ 11-ს გადამოწვა შემდეგ წრეზე მაგრამ რავი გადამოწება ხო არ დავკარგოთ ყვილად თქო ფიქრობ მიიღეთ 10 ნომერის კანდიდატურა 11 ნომერი ძალიან შავი მგონია ასევე შეიძლება 6 ნომერი იყოს 10-თან ერთად შოგუნი არ ვიცი ძალიან მგონია რომ იაკუძა არის 10 ნომერი რა არ მგონია რომ მაფიის შავი არის იმიტომ რომ სხვანაირად დავთვალე აქეთ 4-მა მე რო ამიყვანა ცოტა მეეჭვა და 3-თან ერთად რო არ ითამაშა და ეხლა რო შავი ესა 3 მოკვდა უფრო მეშავება 4 ნომერი მიუხედავად იმისა რომ 4-მა ჩემთან ერთად ითამაშა კოპალა მითამაშა ძალიან კარგი გუნდი ჩემი აზრით 5-7-8 იყო ჩემი გუნდის აბსოლუტურად ერთახევი კოპალა სამ გუნდში 5-7-8-ში და 5-7-8 თამაშობ ამ ეტაპზე არ მგონია რომ ბასტოს 7-9-ში თავისი გუნდელი აიყვანა, მგონია რომ იაკუძას გუნდელი იაკუძა არის და აუცილებლად უნდა გავუშვით ახლა ამ წრეზე მეორე შავი რომც დაგვიდეს ხა მან ფეიქ მან რა ქვია 4-იანს უსმენთ იცი რა მე ვერ გავიგე უბრალოდ შენი
საუბრის მოწონებით და შენი გუნდში უბრალოდ აყვანით, რატო ვარ საეჭო, საერთოდ ვერ მივხვდი. შენ არა 10 ნომერია საეჭო და გადამოწმებული შავი. ხო და 10 ნომერია შენაბობ გადამოწმებული შავი. კარგი. მე ესე უბრალოდ არ მჯერა, რატომ უნდა მეთამაშა საბასთან ვერ გავიგე, იმიტომ რომ საერთოდ ვერ გავიგე საბა რა შვებოდა. მე ძალიან მომწონს 7 ნომერი, ოზი არ მომწონს, იმიტომ რომ აი ესე უბრალოდ ესე არ მოვეწონე და არც მე არ მომწონს, აი ესე უბრალოდ. მომწონს 7, მომწონს 10 და ჩემი გუნდი არის 4, 7, 10. აი მე ესე ვზივარ, არაფრის აზრზე არ ვარ და უბრალოდ გისმეთ. პას. 5 4-7-10 არის გუნდიო, 10-იანი გადამოწმებული შავი ყავს ერთადერთ გახსნილ დეტექტივს და თამაშობ მაგუნდს შავი ხარ აბა რა ხარ? 4-იანი შავი, 4 ნომრის კანდიდატურაც მიიღეთ თუ შეიძლება. ვინ არ მოწონს გუნდზე თამაშობ 2-4. მე არც ულაპარაკია ვარ. 4-2. ხო და რა? ნუცა 2-იანი გაიხსნა დეტექტივად 10 მყავს გადამოწმებული შავიო და შენ ამბობ რომ 4-7-10 უნდა იყოსო ისა ვერაფერი ჩემი გუნდიო გადამოწმებულ შავზე ამბობ რომ შენი გუნდელი არის მადლობა მაშინ მეორე შავიც ნაპოვნი არის აქ და რა გინდა საუბარი მაგაზე ანუ რა ხო და არა ისე უბრალოდ არ მომწონხარ არა უბრალოდ არ მომეწონა ის მომენტი რომ ანუ ერთი ნომერი ანუ ორ ნომერს თუ usmenდი შენ ორმა ნომერმა თქვა რომ ერთი ნომერი მომეწონა არა ლეგიტიმური ბრალდება არის ჩემს მიმართ და უბრალოდ შენ შოუ პროგრამა გაქვს დადგმული ეხლა შეიძლება განაგრძელო შენი შოუ პროგრამა ანუ ეხლა ნახე როგორ რაღაცა არის 10 ნომერზე ვახოც მართალი არის 10 ნომერზე ხა რა უნდა მოესარშო დიდი ალბათობით იაკუძა არის იმიტომ რომ თავის გუნდელი არ გამოუძრობა არ დაიწყებს არაფრის ჩალენჯს 10-ას ვარ მადლობა არ დასრულდა ჩვენი დრო 6-იანს უსმენთ მიიღეთ 2 ნომრის კანდიდატურა დაასახელეთ ბევრი ხალხი რომ არა მე არ მგონია რომ ისა შავია არა დეტექტივი არა დეტექტივი არ ვიცი არ ვარ არა 2 ნომერი წინა წრეზე სანამ დაღამდებოდა ძალიან ჩაფიქრებული იყო და რაღაცებს ითვლიდა გავხედე და ან ითვლიდა იმას რომ დეტექტივით ვინ გადავამოწოდა ვინ ვის გუნდში ითამაშა ან შენ განახებდა რომ ითვლიდა მაგას აკეთე არა ვაფშე არ უყურებდა არავის კაცო თავის გავიგე უყურე მე ვაპირებდი 9-10-ის თამაშს მაგრამ ეხლა შენ შავი ხარ გადამოწმებული 9-იანის ლაპარაკი მომეწონა 7-იანი მომწონს ასევე მაგრამ თუ ვილაპარაკებს ქართულად ეხლა და გავიგებინებს რამეს ძალიან კაი იქნება თუ ვილაპარაკებს და მე ამაზე დაასახელეთ ამაზე ეწევ ხელს იმიტომ რომ ინფორმაციას არ გვაძლევს ეხლა არაფერს ეგ შენ რა გუნდი ითამაშე მაქედან სად გამოვიდე ეხლა მარტო გუნდებით იდევინა აქ რა ხდება არ ვიცი 4-იანის ის არ მომეწონა 10-იანთან ითამაშა როდესაც ერთი დეტექტივია გახსნილი და შავი 10-იანი ყავს გავიგე რომ არ მოგეწონა მაგრამ უნდა დავალოდოთ მაშინ უნდა გახსნილიყო მეორე დეტექტივი და მე გეთქვა რომ 2-იანი არ მომწონს მე და 10-იანთან ვითამაშებ 7-იანს უსმენთ ორო დეტექტივო ეს სენდე ათო სხვა ხო არავინ არ იხსნება 2-იანი ნუცა რატო არის ეგ შეცდომა იმიტომ რომ სხვა არავინ არ გახსნილა და რა თქმა უნდა 10-ის კანდიდატურა უნდა მივიღოთ ვასახელებთ 11-ის არ მომწონს მე და 6-მა ახლა რა თქვა 2-იანი არც მე არ მომწონსო რა მოგწონს წეგან არ მომწონსო ესე თქვა კარგი ორთან ერთად თამაშობ რა თქმა უნდა არც ერთი დეტექტივი არ გახსნილა სხვა 10-იანი არა და მინდოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო მაგრამ ნუ ერთადერთი შავი არის ახლა გადამოწმებული და ალბათ ამ წრეზე უნდა დაგტოვოს იმიტომ რომ ჰიტაც არის იხსნები რამეთ აბა ყველას ვკითხე არავინ არ იხსნება კარგი პას რუიანს უსმენთ ბოლოდ 3 ხო არ იყო შავი შენი აზრით იმიტომ რომ 3-მა თქვა რომ იაკუძამ არ იცის იაკუძის თამაშიო და მაგას უყვარს ხოლმე იაკუძა შავებრო თამაშობენ ერთად და მე 3 იმენ არ ჩამითვლა წითელ კარტად 0 წრეზე რაც ლაპარაკა და პროსტა ვივარაუდოთ რა აქეთ 10 ნომერი ანახე მეტი აღარ იხსნეო 11-მა არ ვარო პირველმა არ ვარო 12-მა არ ვარო ეგრე მანიშნეს და არ ვიცი რა მე ერთადერთი ჩემ გუნდში რაზეც მომხნახე თუ 10 იაკუძა არის უფრო ეგრე გამოდის იმიტომ რომ ძალიან პატარა გუნდი ითამაშა და ვინც ითამაშა ორივე წითელი მგონია მე ეს მეგონა დეტექტივი რა საერთოდ არ ვიცი ახლა გაიხსნება თუ არა მაგრამ ნულზე ამან ისე ილაპარაკა რომ ანუ ან წითელი იყო ან დეტექტივი ისე შეუტია ყველას ისე დეტალებში მათ შორის მეც და ის გახსნა რომ მიწონაო რა 7 ისე უწით ერთადერთი ჩემ გუნდში აი 2 5 7 8 დაჟე 9-ს უფრო წითელი მგონია ყველაზე უფრო შეიძლება აი 5 ძრებოდეს იმიტომ რომ სწორად იჭერს რაღაცებს თუ 4 წითელია მაგრამ 4-მა ძალიან კრიტიკული შეცდომა დაუშვა რა. ვაყენებ 10, 11, 4-ს, 6-საც, მოდი 6-მა 2 წამოვაყენა, ვერ მივხვდი. აი, როგორ? დასრულდა დრო 9-იანი.
ხო. მე ჩემს შემდეგ ვინც ისაუბრა იმათ შორის ძალიან ნაკლებად მომეწონა 11 ნომერი, ანუ არ გეწყინოთ, არ მომეწონა, რადგანაც აბსოლუტურად ყველაფერი იგივე ილაპარაკა, რაც ილაპარაკა მაგიდან. ანუ მე ესეთი კრიტიკული თქვენი ვერ დავიჭირე ვერაფერი კონკრეტული და შესაბამისად 11 ნომერი არ მომეწონა. დავასახელებ 11 ნომრის კანდიდატურას, ისაუბრეთ ახლა გაქვთ შანსი. რაც შეეხება სხვებს, 5 ნომრისგანაც არ მომეწონა, ნუცაზე 1 წუთის საუბარი და ჩაციკლა, რომ აბა ეხლა აგიხსნი რა შეცდომა დაუშვი. ოკეი, ოზი, მაგრამ შენ მერე ძალიან მერმა ილაპარაკა და ჩემი აზრით უნდა განგეხილა და ის რაღაცა გაგისწორდა, რომ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა. 6-იანი ალბათ ყველაზე ნორმალური, აი ჯერჯერობით არ მყავხართ რადარზე საერთოდ, აი ვერაფერ პრობლემას თქვენში ვერ ხედავ ამ ეტაპზე. კოპალაც არ ვიცი რა შეება, როგორ შეება და რაღაცა ძალიან მხარი დაიჭირა კონკრეტული გუნდის რა. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. ეხლა ძალიან მაინტერესებს თუ გაიხსნება შემდეგი დეტექტივი და ძალიან საინტერესო იქნება თუ გაიხსნება. ერთადერთი ახლა რაც ლოგიკური აქ არის ის, რომ დეტექტივი არ იხსნება, მეორე დეტექტივი იმიტომ არ იხსნება, რომ ის იმასაც გონია, რომ მე შავი ვარ. მე შავი არ ვარ რა, მაგას გეტყვით და რომ გავადრო, რომ შემდეგ რაუნდებში აუცილებლად ალბათ ვიღაც უნდა გაიხსნას. მე ახლა ერთი კითხვა მაქვს შენთან. შენ ხომ მე გადამამოწმე. შენ პირველ მე ჩემ წრეზე ფოლი აიღე და მითხარი, რომ შენ მე რა გონი ვარ, მოდი აქედან დავიწყოთ გადამოწმებული. რა არის ეგა? იაკუძა ვარ, ხო? შენ მე პირველივე წრეზე მკითხე, რომ შენიანი ჩატეხეო, იაკუძა ხარო, ხო დამამბრალი იაკუძა. მე თუ იაკუძა ვარ და მაქვს შანსი, რომ შენ მოგკლა, თქვათ. მე მოვკლდი საბას? შენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ რა. ანუ შეხედე როგორი ამბავია, დეტექტივს მიმართავ, პროსტა ძალიან არ მომწონს ეხლა რაც, მაგრამ დეტექტივს მიმართავ, შავი არ ვარ, თუ გონია რომ შავი არ მაგიტო არ იხსნება, დიდ შეცდომას უშვებს, მაგრამ ჩემე საბა ან შენ და საბა გუნდი მეგონეთ, კაროჩე რა. უეჭველი გუნდი მეგონეთ. 11 იცით რა მაინტერესებს? საბამ 10 ნომერი დაასახელა, გაკვირით როგორც მახსოვს, ხო? 10 არ მომწონსო. თუ მეორე თქვა, არაფერი არ თქვა საბას? ოკეი. კაი. იცი რა მაინტერესებს? მეორე ნომერზე მაინტერესებს. საბა ვინ გონია? შავი გონია, საბა შავი გონია შენ? შავი გონია და პლუს ბასტოსაც ხელსადებ და ბასტო ყავს გადამოწმებული, აუცილებლად. ოკეი, არ ვიცი, მეორე დეტექტივი შენ თუ ხარ დამდენი ხანი არ იძახი, არ ვიცი, აუცილებლად გაიხსნებოდა, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობ, რომ ბოლოთა ტყუილა არ გარისკავდა მაგას, რომ მე ერთადერთი, ან მართალ თუ დეტექტივი ხარ და პირველივეზე ეგრევე ადექი და გაიხსენი და ეგრევე შენზე გადმოვა უეჭველი გაგდებები, არ მგონია რომ გარისკავდა. ნუცას შემთხვევაში ვერ მივხვდი რა მოხდა და ნუცას ვასახელებ აუცილებლად და ოზი იმიტომ რომ ნუცას ესე შეუტია მგონია რომ პატიოსანი არის. იმის მიუხედავად რომ შენ გადებდი ხელს. მე ვარ დეტექტივი, მეგობრებო, ორიანი არის შავად გადამოწმებული. და მეგონა რომ უფრო ძლიერი ლოგიკა იქნებოდა, რადგან ახლა შენ თუ 3-იანს შავს ეძახი და 10-იანს შავს ეძახი და 10-იანს ეძახი იაკუძას და იაკუძა ისთვის მარტო პირველ წრეზე ჩავი შოგუნი ხო არ მოკლა. ეგ უცნაურია. ანუ იაკუძას ეძახი 10 და 3-იანი მოკვდა და ვინ მოკლა 3-იანი ხო მაფია ხო ვერ ისვრის. ეგ ვერ მივხვდი, ეგ ლოგიკა რატო ჩავმოყალიბე, ეხა ვესტები შენი გუნდელი ვიპოვო ვინმე და გადავამოწმებ ალბათ 7-სა და 8 შორის. ანუ ორიანი არის შავად გადამოწმებული. 10-3? მე რამდენი ფოლი მაქვს? ვასახელებ ორიანი დასახელებულია, ვასახელებ 7 და 8-ს. დრო მოგეცე. ვისაც ხელა 7 და 8-ს. აი ბლანდება ეხლა. მიღებულია 7. მადლობა. პირველი ნომერი სანამ დახურავს სტრეს, დასახელებულები არიან 10, 4, 2, 11, 6, 7. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი. მოხიდა შენ თუ ორიანი ყავს გადამოწმებული, აი ვიღაცა სხვა რო ყავდეს გადამოწმებული, შეიძლება მაგდენი ხანი დაელოდო, მაგრამ სხვა არაფერი არ ყავს გადამოწმებული. რა უნდა ეთქვა ეხა იქ პატიოსანს თუ შავკარტს? მარტო ესაა გახსნილი და იასნია ყველა ამას აიყვანს. შენ აზრს ვერ გამოიტანდი განსხვავებულ შენი დალოდებით რა. მე წინა წრეზე ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ 12 თუ 11 კაციდან 9-ზე თქვი მომეწონაო, ვიღაცას თქვი მომეწონაო და თან გუნდში არა ვიყვანეო და ასე შემდგომ. 11 ნომერი აი ძალიან ნეიტრალურად იყო, მაგრამ ანუ 10-იანის არ მომეწონა. 10-იანი ჩემთვის ძალიან შავი იყო პირველ წრეზე. ნუ აი ხა რა ვიცი, ანუ 7-იანზე 7, 8 და 9-ზე არა, გული კი არ მეთქი
მეკინა, ანუ მე პატიოსად მოქალაქე ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთებ. ხა შენი ეს წრეც არისო რა. ანუ შენ როცა პატიოსანი ხარ, ძალიან კარგად ვიცით როგორ თამაშობ რა. ეხლა უყურე შენი გადამოწმება 7 და 8-ზე რომ ამოფრო, აი 7 და 8-ში გადავამოწმებ, რატო ამოწმებ? ამა ეგ მაინც გითხრა 7-8 ყველაზე წითელი კარტები არიან, ჩემი არის ჯერჯერობით. ჯერჯერობით, არა, 7-იანი არ მომწონს 4-იანი, არ მომწონს 5-ი. 5-ს ვასახელებ სხვათა შორის, ხო რა. დასახელებულები არიან 10, 4, 2, 11, 6, 7, 5. 10 ნომრის 30 წამი. ისა, ხო, საბოლოო ჯამში მე დეტექტივა გელაპარაკები, ხო დეტექტივი ხარ, ლაშა მომისმინე როგორ თამაშობ, ისე თამაშობ ერთი 30 ჯერ აქ ჩემთვის ეგ ფრაზა ნათქვამი და 15 ჯერ შეცდნენ, 15 ჯერ არ შეცდნენ. ამიტომ რაღაცა ძალიან ისე ნუ დაიყრდნობი, მაგრამ რაღაც მომისმინე. მე ხო იაკუძა ვარ, ხო ამბობ რომ იაკუძა ვარ. მე შავი გავაგდე? ანუ შავი გავაგდე, ის იყო შავი და ჰიტა არის შავი, რომელიც მე ჩემთან იხსნა, ანუ ეგ ლოგიკა გაქვს, რომ ჰიტა გაიხსნა ჩემთან, ისა რა ქვია, მე ვარ იაკუძა და მეორე შავი გამეხსნა, მე რომ დამიცვას. აი ეგ არის ძალიან არაადეკვატური. უაზრობა არის. მე გადავებით ეხლა ნერვებს ნუ მომიშლე. 4-იანი? ბოლოდ საერთოდ აგურია და დაგურია ყველა, ვერ ხვდები რატო, მე ვთამაშობ. 4-ის დრო მიდის? გამაშტერა ოზი. მე ვთამაშობ. არა, ძალიან გაბრაზებული ვარ, შენზე მართლა, ანუ ვარ ტყუილ, საერთოდ მართლა ვერ ხვდები, რა შეცდომა დავუშვი, საერთოდ ვერ ხვდები, უბრალოდ ჩემი აზრები ვთქვი. რა? არ მისმის მაგების რომ მე მოკლედ, მე ჰიტას დეტექტივობას მივყვები ამ მომენტში. მომწონს ბასტო და რაც გინდათ ის გიფიქრიათ ჩემზე რა. ას. ორიანს უსმენთ? ფუნქცია დამეკარგეს ფაქტობრივად, იმიტომ რომ გადამოწმება მჭირდება თამაში. ანუ აზრი აღარ ვიღა გადავამოწმო, რა ვიცი. კარგი, ეხლა უყურეთ 10 ნომერი მე ავხსენე რატო გადავამოწმე, მეგობრებო, 7-9 ითამაშა, 5 ნომერზე თქო რომ კი მომეწონიო შენ, მაგრამ მაინც არ გიყვანდა 5-2 ქონდა ნათამაშები, 2-5 ქონდა ნათამაშები, 5-2 ქონდა ნათამაშები რა, 7 ნომერი სადაც მოგწონს შენ 10 ნომერი, რომელსაც 7-5-2 აქ ნათამაშები და 5 ნომერს რომ კი მომეწონიო, მაგრამ გასაგებია. არა, ამ თამაში ნახეთ ეს არ არის იმის თამაში, რა ქვია, ემოციები და რაც. ეს არის მათემატიკური თამაში, აზროვნების თამაში, ლოგიკური თამაში. გუნდებს შეხედავთ თამაში 12 ნომერზე სწორი თქვა შენ ისე რა შევხვდი 12 ნომერმა ყველა მოეწონა 12 ნომერზე მეთქი 10 გადავამოწმო 12 თქო ანუ რა ყველა როგორ მოეწონა 12 ნომერზე ამჯერა ბოლოთას დეტექტივობის იმიტომ რომ ანუ არ მგონია რომ ნახე ეს თუ იაკუძა არის და ისიც შავი იყო აი ხალხო კი გავიგეთ რომ მაგრა თამაშობს ბასტო მაგრამ აი ეგრე მაგრა როგორ დაუმიზდა პირდაპირ რომ მოკლა შავი ტიპი არ მგონია და არ მჯერა შენი დეტექტივობის და ჰიტაშიც ცოტა ეჭვი მეპარება მაგ შემთხვევაში ფოლს ავიღებ პირველს ეხლა ყველა ვარიანტში მათემატიკურად 10 ნომერი გადის იმიტომ რომ ორი დეტექტივი ეხლა ყველა ვარიანტში არა მე გასვლაზე პრობლემა არ აქვს ხო მაგრამ ანუ ეგრე მარტივად როგორ ადებს ხელს და პლუს 3 კაცი ყავს კიდე გაშავებული და მაგას ვერ ვიგებ რა 6-იანს უსმენთ? ბასტო, აღარა იმხოლი? 12-ს და 2 შორის მე ჯერჯერობით გადავიხრები ცოტათი ორიანისკენ. მე არ მithქვამს ვიღაცამ მკითხა ორიანზე თქვიო რომ შავიაო და არ მithქვამს პროსტამ ითვლი და მეთქი და რატო ითვლი და თქო შენ ძალიან დააგვი ჩემი აზრით და ძალიან დააგვიანე გახსნა. იმიტომ შენ თუ ორიანი ყავს გადამოწმებული შავად და იხსნება ეგრევე უნდა გაიხსნა შენ. რატო არა ანუ რას ელოდები? სწორად გითხრა შენ. მე ვინ დამასახელა? და რა იმით არ მახსოვს. ორიანი დავასახელე? რატო დავასახელე ორიანი? იმიტომ რომ 4-იანი დასახელებული იყო, 10-იანი დასახელებული იყო და ანუ ვინმე უნდა დამესახელებინა, ბოლოთას ლაპარაკი უნდა მოწეოდა და რო არ გამოგჩენოდა და დავასახელე ორიანი რა. ძალიან კაი გადამოწმება აქვს ბოლოთას, ანუ ბოლოთას რო ვაჟა არ ყავდეს, ეხა გადამოწმებული 4-იანში და 11-ში თვალდახუჭული ავწევდი ხელს, ისე ილაპარაკეთ 4-იანმა და 11-მა და ვაჟა 4-იანი და 11 გაიჩიტნენ შენ გუნდში, ანუ ისეთი ლაპარაკით, არა, დაგიცვეს შენ ისეთმა ხალხმა ვინც ყველაზე ცუდად ილაპარაკეს ანუ იდეაში. და ვახოს გადამოწმება ძალიან კაია და ჰიტა რომ მართლა ამდენი ხანი დაელოდა, არ მჯერა რომ ანუ არ სადამჯერა რომ ჰიტა ამდენი ხანი დაელოდა. ანუ ეხლა ბოლოთას დეტექტივობის ვისაც არ გჯერათ, ანუ როგორი მომენტი იჩნდება, იცი რომ ანუ ჰიტა ვერ გამოდის ამის გუნდელი, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაიხსნებოდა 10 ნომერს გადაეფარებოდა რაღაცნაირად. შოგუნი არის, რომელიც გადააგდეს მგონია რა, შოგუნი კი არ და იმას მეორე რა ქვია, იაპონელს. ხო და ჰიტა
შავი გამოდის მაგ მხრივ, მაგრამ რატო გაიხსნა მაგასაც ვერ ხვდები, როდესაც არ ქონდა გასახსნელი. ანუ ჰიტას კიდე ისე იცავენ მე აქედან ვიღაცები, რომ კიდე ცალკე იმაშობა, რა ქვია, მაგიჟებს. ხო და არ ვიცი, ანუ მართალია არის, გადამოწმა სამდე წავიდეს ვერ ხვდები. 10 ნომერი უნდა გავუშვათ. ყველას მოგისმინეთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 10 შენ არ ხარ დასახელებული. 10, 4, 2, 11, 6, 7, 5. ამ თანმიმდევრობით. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 10 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 4 ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 2-მა? 11-მა? 2. მადლობა. 6, ვინ 6 თქვენ უნდა დაინახოთ. 7, 5. 10-იანის ბოლო სიტყვა. აი ხა უყურეთ რა, მომისმენთ, ყურადღება მომაქცეთ, კაი, თქვენ კიდია. ყურადღება მომაქციეთ რა. რაღაცეებზე ნუ ლაპარაკობთ, ისე თითქოს პირველად თამაშობთ ამ მაგიდაზე რა. რატო დააგვიანა, რატო დაელოდა 250 მაგალითი გაქვთ და თითქოს ამნეზიას ნუ დაიმართებთ რა. მე შავი ამის გადამოწმებული, ანუ გუნდი თქვით, რომ გავალ, დაფიქრდით, მე ვინ ვარ, რანაირი შავი ვარ, მარტო შავი ვარ, გუნდი მყავს. ბოლოთა არის აუცილებლად შავი, არ მაქვს პრობლემა გასვლაზე, მაგრამ ლოგიკის თამაშია და იმას რომ მეუნები, იმაზე არაფერი არ თქვიო, მაგრად ფეხებზე მკიდია, ქორომ რა თქვა ოზიზე, მე თუ ქორო მომეწონა, არ ნიშნავს რომ ოზი უნდა მომეწონოს ან ლუკა უნდა მომეწონოს. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ეგ თამაშობ თქვენ მასე. მე ჩემთვის ქოროს ვინს აყავს გუნდში, მაგლა წონა არ აქვს და როგორც ლაპარაკობს, იმით ვაფასებ. სამარცხვინო თამაშად არ შეიძლება ცოტა ყურადღება მიაქცეთ რაღაცებს. ცოტა დაძაბული მაინც გახადეთ. აი კიდევ 10 ნომერს. 5-იან სკოლი. ოზის ბრალია ყველაფერი, იმიტომ რომ თუ დაინახეთ პირველივე წრეზე ბოლოთ არის დეტექტივი მეთქი, საიდან ვიცოდი რომ დეტექტივი იყო? იმიდან ვიცოდი რაღაცა მივხვდი რომ დეტექტივი იყო, თურმე მართლა დეტექტივი იყო. ჰიტას მადლობა მაფიის მხრიდან რომ ჩემი დაცვასა და მაგრამ კაია, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი ჩემკენ აი რაღაცნაირად არ ვიცი რანაირად როგორ დავაგდა ეგრე, მაგრამ რაც თავარი არის ჩემს დაბადებას იავარდი არ მოფენიაო თუ როგორ არის. ჩვენი გამომწერებისთვის თამაშდება PlayStation 5. ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია შემობრძანდეს მაფია G-ზე, შეავსოს მსოფლიო ჩემპიონატის ანგარიშები, დააგროვოს სწორი პროგნოზები და ლიდერბორდში პირველ ადგილოსანი მოიგებს PlayStation-ს. თამაშდება ასევე 1000 ლარის მაფიის, Diamond, Platinum და Gold ვაუჩერები. დონი მიდასტურებს! მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მშვიდობები, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს. მშვიდობები, იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი. დაიღვიძებს ექიმი. შეეცდება გადაარჩინოს ის უბედური. მშვიდობები. თემდება. თამაშ ტოვებს ნომერი 1. მე ექიმი ვიყავ პირველ ღამეს დავიხილე ჩემი თავი. ეხა 2-იანი დავხილე. შენ გადამოწე 5-იანი? შენ გადამოწე 11. ხო 11-ს გადამოწება პრინციპში რაღაც გინდა ხელი აწია 2-იანზე როცა ფოლი ავიღე 11 ნომერი და გითხარი რომ ნახე ეხა ვინც არ უნდა იყოს დეტექტივი. აი ვინც არ უნდა იყოს მე ეხა დავხილე 2-იანი. მე მჯერა 2-იანის დეტექტივის უფრო მეტად კი არა 90%. მაგრამ აი ფოლი ავიღე, გითხარი რომ 10 ნომერი გადის მათემატიკურად აუცილებლად, შენ რა იცი რომელი აქედან რომ დეტექტივი ყველა ვარიანტში 10 ნომერი გადოდა მათემატიკურად. და მე თანხმე, მაინც 2-იანზე აწია ხელი.
ანუ შენ პატიოსანი არ ხარ არც ერთ შემთხვევაში და შენ 11 ნამდვილად არ უნდა გადაგემოწებინა, იმიტომ რომ ეს ისეაც შავი იყო, მით უმეტეს ხელისაწევით და 5-6 უნდა წასულიყო გადამოწმება რა. ანუ 4-იანი მგონია რომ შავია, იმიტომ რომ არა, შენ ფოს ნუ იღებ ბიჭო, დეტექტივი ხარ, ნახე 4 ნომერი, ნახე შენში რა არის ძალიან ისეთი რა მინუსი, რომ ერთადერთ გახსნ დეტექტივზე უტევ. ერთადერთ შენ მინიმუმ რაღაც შეგიძლია თქვა, მაგრამ არ უნდა შეუტიო რა. აი მე მაგალითად 5-6 გავაკეთებდი გადამოწებას რა. 8 ძალიან სწორად საუბრობ, 9 ძალიან სწორად საუბრობ, 12 არ მომწონა და ჩემთვის ამ ეტაპზე მაფიოზია და 3-იანი შეიძლება მართლა პატიოსანი იყოს, თუ 3-იანი პატიოსანია, 1 2 3 და 4 5 6-ში მგონია უფრო მე-4 მაფიოზი და შეიძლება შოგუნი იცავთ, არ ვიცი. გამშვიდობოთ პირველ ნომერს. ძალიან დიდხანს ვიფიქრე პირველ ღამეს ჩემი თავით ამეხილა თუ არა, იმიტომ რატომღაც გული მიგრძნობდა რომ პირველი არა, მაგრამ მეორე ღამეს გამაგდებდნენ და სამწუხაროდ კი გამართლა ჩემი ვარაუდი, მაგრამ ვერ გავრისკე ექიმის პასუხს, იმიტომ რომ მახსოვს ერთხელ ძალიან მწარედ რო არ დავიხილე და ეგრევე შუბში დამაჭედეს ტყვია. ამ ეტაპზე მოცემულობით გაცილებით მეტად მჯერა ვახოს დეტექტივობის ჰიტას, არ ვიცი რა არგუმენტები ექნება, 11 ჩემთვის შავია და 11 შემოვიდა, თუ ვახო დეტექტივია, მაშინ გამოდის, რომ 10, 11, 12 არიან შავები და ის ერთი შავი 4-5-6-ში მგონია, უფრო ალბათ მე მგონი 4, შეიძლება და მოკლედ 5-6-ში რაღაცა ხდება რა, შეიძლება შოგუნიც მანდ იყოს. პას. წელს გახსნის ნომერი 4. მეც რა მგონია, რომ აი თავიდან რომ ირჩევენ ხოლმე ხო იცი ერთ უბრალოდ მსხვერპლს და მე მთელი შეტევა რომ მიდის ხოლმე იმაზე, აი ეგ ვიყავი მე. აი რომ ეგრე არის ხოლმე ყოველთვის, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მილაპარაკე და უბრალოდ რაღაცნაირად დაბალი ღობე მომძებნეთ და შემომიტია ტყუილ უბრალოდ, იმიტომ რომ შეიძლება შავები იყოთ. მე ვასახელებ 5 ნომერს. და მე არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ილაპარაკეო მეუბნებით, მაგრამ რა ვილაპარაკო, არ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, მე მეუბნებით, რომ რაღაცებს არასწორებს ვლაპარაკობთ. ას 5-იანს უსმენთ? ნუ ციკო, ახლა უსმენი. ერთმა დეტექტივმა გადაამოწმა 11 შავით. მეორე დეტექტივი არ არის დეტექტივი. ის ტყუილი არის. ის არ არსებობს. ჰიტა. გაიგე და ხო, ბოლოთ არის დეტექტივი. ბოლოთას უტევდი. წეგან დეტექტივის გადამოწმებული შავი რო ყავდა 10 ნომერი, ეგ აიყვანე გუნდში და მე მეუბნები რატომ იტევთ? გიტევთ, იმიტომ რომ არასწორი შულები გაქვს. ნუ, მაგრამ ეხლა მათემატიკურად ეს შავი არ ამგონია რომ გამოვიდეს. 3-იანი თუ გონია რომ შავი იყო. 3-იანი ხო, მაგრამ გადამოწმებით ვერაფერს ვერ მიიღებთ. 3-იანი თუ გონია რომ შავად გავიდა. ანუ გამოვიდა რომ 3 11 12 გუნდი იყო, 10 მეორე გუნდიდან იყო შავი და ეგრე არის და 11 ნომერს კანდიდატურა მიიღეთ, 12 ნომერს მე მიეხედება და მოვიგებთ თამაშს რა. არავი, მეტი სხვა რა, ძალიან მარტივად ლაგდება თამაში და ეგაა. პროსტა ახლა უნდა მე 3 11 12 თუ გუნდია 12 10 აკუზის დასაცავად არ გაიხსნება თუ მარტო ერთი მაფიოზი. მე გახსნის საშუალება აღარ ექნებოდა აღარსად. ანუ ერთი შავი გაყვანილი ყავს, 3 ნომერი დიდი ალბათობით და 11 დამწვარი არის. და სადღაც უნდა გაიხსნას, ვიღაცამ უნდა იაქტიუროს. 11 არ გაიხსნება არასდროს. 6-იანს უსმენთ? 3 ნომრის შავობა რატო ჩამოყალიბდა ესე ძალიან არ ვიცი მე. ანუ ერთი წრე ქონდა სალაპარაკო და ესე აუცილებლად ვერ ვიტყვი რომ შავი იყო მაინდა მაინც. ეხლა ხიტა რომ თავს მიგდებს არ მომეწონა მაგაზე რაღაცა. მე ორიანის დეტექტივობა უფრო მომწონს, მაგრამ მაინც არ ჩამოყალიბდა ბოლომდე ჯერჯერობით, იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ და არ ვიცი. ანუ შენ კი გვიან გაიხსენი, მაგრამ მაინც არ ვიცი. ბალანსით თუ რაღაცით ოზის უნდა უტევდე, მაგრამ ეს 11 შავი მგონია და მგონია რომ 11 უნდა გავიდეს. შენ მაფიის გუნდი მითხარი ვინ გონია? ან 12 3 11 12. 4 არის შოგუნი. აი. და ჰიტას ვინ გონია? 2 5. ერთი ცოცხალი. და ერთი არ ვიცი თვინაა. იაკუძა და ის არ გაქვს აზრი ვინ შეიძლება იყოს. 10 წითელი იყო შენი აზრით, იაკუძა არ იყო არანაირად. კაი. რას ვარკვევდი? რატო გასკედავდი ეს? 7-იანს უსმენთ? გუნდები გავარკვიე. ვასახელებ 11-ს, 12-ს, 2-ს. რონალდოს რა თამაშის ვერ ქონდა კონგოსთან. ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ 2 ნომერს აქვს ეგ თამაში, იმიტომ რომ ხო 11 ჩემთვის ისედაც შავი იყო. უბრალოდ მეც კოპალას ვეთანხმები 5 ნომერო. კოპალას ვეთანხმები მეც არ მგონია რომ 10 ნომრის გადასაფარად სხვა გუნდიდან გახსნილიყო, მაგრამ ეგ ლოგიკაც არის, რომ სხვა დროს ვეღარ გაიხსნებოდა. მაინც გონია გუნდი
10 11 არა 10 12 4 ან 10 11 12 არ ვიცი ესე მიყოლებით თუ მოუწიეთ არ ვიცი მოკლედ ეხლა ყველა ვარიანტში ჩემთვის გადის 11 5 ნომერი რა ფრად გადაამოწმე შავად ჯო ნახე რატო არ მგონია მე 3-11-12 გუნდი ანუ წესით მაგის შანსი ძალიან დაბალია იმიტომ რომ აი ნახე 12 ნომერზე ვზივარ და ვარ შავი ხო ჩემი შავი ნომერი 3-იანი მოკვდა ღამით დეტექტივმა იპოვა იაკუძა 10-იანი და მე ვიხსნები იაკუძის დასაცავად როცა თან ვიცი რომ ბოლოს ლაპარაკობ და ყველა ლაპარაკობს რომ ორია დეტექტივი ანუ მე ხო მან თავს ვიწირავ რა ანუ ამიტომ არ გამოდის ეგ 3-11-12 და 10 და 4 თუ რას დავაგეთ რა მე ეგრე მგონია არ ვიცი მე დეტექტივის კარტი რომელმა აიღეთ ეგ არ ვიცი მაგრამ დეტექტივის თამაში უფრო ორს აქვს რა ანუ წესი და რიგით ხოლა ბიჭო არ ვიცი რა ეს 12 ნომერი 10-ის დასაცავად რატო იხსნება ორივე იქნება ორს ესროლა ვიღაცამ და დაჰილამ ერთმა ნომერმა ანუ რატო გადავწყვიტეთ რომ მაინც და მას მე არ მიყვარს ეს სწორხაზოვნოთ რაღაცეები რა ვინ დავასახელო ვაყენებ 5-ს რა ვიცი აჰა ვაყენებ 11-ს 12-ს 6-ს რა ვიცი აი 6-ში ხედავ ანუ სხვები მინდა რომ დავასახელოს საშუალება არ მაქვს ცხრიანი ვაყენებ 4 ნომერის კანდიდატურას ნუცა 3 წრია გისმენ და თავს იცავ თან ვისგან უზისგან ანუ ჩვენც გველაპარაკე აქეთ ხალხი ვზივარ და მარტო ოზის ელაპარაკები სულ თავის დაცვაში ხარ გითხავ სხვა შეუტი არ არის თავის დაცვა საჭირო რა შეხება 10 ნომერს მე არ წარმომიდგენია რომ 10-იანი იყოს იაკუძა და მაფია გაეხსნას დასაცავად კამიკაძე მაფიაა მაშინ ორივე მაფია თუ ეს ორივე მაფია და ქილი არა გვაქვს ან დაიხილა ვიღაც ან 3-იანი იყო იაკუძა მაგრამ მე არ მინდა იაკუძა არა ხო ვერ იქნებოდა 3-იანი იაკუძა ხო მართალია ხო რაღაცა ძალიან იმაში ვართ რა ვერ დავეწია განახლებულ წესებს sorry იცით რა არის მე 5-იანზე ავიწევ ეხა ხელს და მე არ ვაპირებ კი ბატონო რა პრობლემა დოგმატურად ვითამაშოთ ეს თამაში რა პრობლემა თქვენ შეიძლება ბრძანდებოდეთ პატიოსანი მე ჰიტ არ მომეწონა შენგან ჯერ ერთი რა დეტექტივის საუბარი იყო ეხლა შერაც ლაპარაკე გინ 0 წრეზე გინ შენ წინა წრეზე მე 6-იანს და 7-იანს ვამოწმებ რა თქვა ვინმე მგთხოვა 6-7-ის შემოწმება და მე მიდიხარ 5-იანთან 11 შენ რომ დეტექტივი იყო, მაინც არ დაგანებებ თავს, იმიტომ რომ რაც მე წინა თამაშზე გამიკეთეს, რომ დეტექტივი ვიყავი და ყელში ამომადინეს, აი მაგის რივენჯია ამ წამს. არ მომწონს ჰიტას დეტექტივობა, მაგრამ ერთადერთი ის არის, ხა თავისი დასკვნით თუ არის ოზი, იმიტომ რომ აი ხან ერთი წრე მომწოხარ, მეორე წრე ვერ მომწოხარ, ერთი წრე მომწოხარ. ანანოს და ამ წრეზე აღარ მომწოხარ უკვე. ანანოს ვეთანხმები რომ ნუცა ჩვენ საერთოდ არ გველაპარაკება. მე იმას ვიტყვი კიდე რომ ბასტო არ მგონია შავი კარტი. და არც საბა არ მეგონა შავი კარტი, მაგრამ ბოლოთ არა თამაშობს, ამ შემთხვევაში ვერ ვიგებ. მე თუ მაშავებ, თუ აზრი არ აქვს, ხა კი ვარ პატიოსანი მოქალაქე და მაგიტო ვერ ხვდები აქრეები იკვრება, მაგრამ რა ვიცი, ჩემთავს არ გავიმართლებ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ეს არ მგონია შავი, არც მესამე არ მეგონა შავი. ოზი არ მომწონს, ნუცა არ მომწონს და ვერ გავიგებ მეშვიდე რატომ ვერჩის. მადლობა. ვასახელებ 9-ს. მეგობრებო, ნახეთ ასეთი ამბავია. 5-იანი არის შავად გადამოწმებული, გასაგებია რომ 11-იც არის შავად გადამოწმებული fake დეტექტივისგან. ნახეთ რა არ მომწონს ყველაზე მეტად, რაც ეგ უნდა გამოვხილოთ თქვენ ყურადღება. 5-იანი ამბობს, რომ 3-იანი გავიდა შავად და 10-იანიც გავიდა შავად. და თამაში მიყავს იქეთ, რომ თითქოს აი რაღაცა ორი მაფია დარჩა და მსროლელიც აღარ არის და ყველაფერი მარტივად არის. მაგრამ მე მგონია რომ 3-იანი იყო წითელი, 10-იანიც იყო წითელი, რადგან fake დეტექტივი ამოწმებს შავად. შესაბამისად, ჩემთვის მხოლოდ ორი შავი არის ეხლა ნაპოვნი, 2 და 5. და 6-იანზე და 7-იანზე იმიტომ ვამბობ, რომ გავარნილებიდან მგონია რომ წითლები არიან და კიდე საპოვნელი მყავს ერთი ადამიანი. ეხლა გავიდეს 5. 4-იანი ძალიან ამომწონს, მართალია. 4-იანი არავის არ მომწონს, შეცდომების ბევრი დაუშვა, თუმცა გამოუცემობას უფრო ვაბრალებ ვიდრე სხვა რაღაცას. ბოდიში ფოლს ავიღებ, იცი რა მაინტერესებს, მე რო შავი ვიყო, შენ ეზრით შენ პირდაპირ არ მოგკლავდი და ლაშას რო კითხე დეტექტივი ხარ მეთქი? დაჰილა. არა. ნახე, თუ ეს რანაირ დაჰილა, მე ხო ლაშას ვკითხე, რომ შენ დეტექტივი ხარ თქო, შანსი არ არის ლაშას არ გავაგდებდი მაშინ. და მე რო შავი ყოფილიყავი, პირდაპირ ბოლოთაც მოკლავდი.
მიიღეთ 11, მიიღეთ 8. 11 თუ არა მიიღეთ. 11 გადის ახლა თქო არ ვიცი. მე ხა უყურეთ რა ხდება. ჰიტა ამბობს რომ 1, 3, 2 წითელიაო და 10 ნომერის წითელიაო ამბობს. რა ანუ 10 გასულია წითლად და 3 გასულია წითლად და შავები ვინ დარჩა? 5 შავი დარჩა მაგიდასთან ანუ 2, 4, 6, 8, 9 და მე დარჩა 5 შავი რა. წაგებული გაქვს ეგ შენ ხო თამაშ შენ თულაში. და წითლებიც წაგებულიო შენ თულაში. არანაირად ნახე მაშინ შენ თულაში რაც ამბობ რომ 12 რატო გადაიხსნა 10 ნომერსო შეგეთ თქვენ თულაში 11 გამოდის იაკუზა მე არ მგონია 11 იაკუზა მე მგონია რომ შავების გუნდი იყო ნახეთ მეგობრებო ყველა შავს გილაგებთ 3 11 12 მგონია შავების გუნდი მაგრამ 11 აქაუნტს რომ ჰიტას მაფიობა არ მომწონს და შეიძლება მაგიტო არ იყოს 11 მაფია და შეიძლება მაგიტო იყოს 11 იაკუზა სადაც ამბობს 12-ის დეტექტივობა არ მომწონს როცა მე მყავს 11 გადამოწეული შავა და შენ უეჭველი ჰიტა არის დეტექტივი რომ არ მოგწონდეს ჰიტა დეტექტივობა არა იმიტომ რომ მე შენ შავად გადაგამოწმე რა მე პირადად ხელწევ 11 ნომერში მეგობრებო ვინც მოყვებით ჩემს დეტექტივობას გამოვყევით არის მაფიის ლოგიკა ის რომ ბალანსი ჩვენ და გახვიდე ვინც შენ შეაწევს ხეთს რაღაც მოშ გავიგებ ლოგიკას მაგრამ მე ვწევ 11 ნომერში და ვინც შემდეგი არიან 5 11 12 6 4 9 8 ხუთიანის 30 წამ რამდენი ეპიზოდი ჩემში ხელით საწევას ესე მაინტერესებს 1 2 3 კაი 4 კაი მე ვარ შოგუნი და ვერ გადავამოწმდი ვერანაირად შავად და შენ ხარ შო არა რა გინე შოგუნი ვარ 10-იანი იყო ჩემი შავი 10-იანი იყო ჩემი შავი გავიდა 11 12 გავიყვანოთ მორჩა აი ეს მარტივად ნახე რა გინე ხო შეგვიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ ძალიან მარტივი არის ანუ ბალანსი რაღაცა უნდა ვითამაშოთ გეუბნები დეტექტივი ეს არის რაღა ბალანს თამაშობ კვლელები გაიყვანე ქილი გაქვს მარტო ერთი ანუ შენ თუ მაგას ვერ ხვდები ეხლა რა თამაშიც მიდის მაშინ შენ უნდა გაყვიდე წესით ანუ შავი შენ ხარ მესამე შავი სამიანი კი ერთხელ ისა ცხრიანი არის ეგრე გამოდის სამიანი წითელი გამოდის ეგრე ბიჭო ანუ რა გინდა რა 11 ნომერი უნდა გავიდეს ახლა 12 მიყვება ზევიდან რა ვერ გავიგე აქ რა მოხდა იმიტომ რომ ეს გადაამოწმე მე არა ის იყო შავიო იმიტომ რომ იმანის თქვაო მე არა ეს არ ყოფილა რადგან ანანო შეგეწინააღმდეგა ეს არისო ну რავი მე ოზიზე ვიწევ ყველა ვარიანტში ხელს და იცი რა მეტყვი შენ თუ მე მამობ რომ შავი ხარ მოდი ამის გაგდება არ ვიცი და კოპალა გავაგოთ რაღა შუაში მე თუ შავად უეჭველი ყავარ გადამოწმებული მაშინ კოპალაზე მოდი რვიანიც ვიფიქროთ ეგრე თქვი სანამ ბოლო წინადადების იტყობით რომ 11-ში წევა ხელსო თამთა ეგრე თქვი არის ოზ გადი ხა ჯობდა პირდაპირ გეთქვა რომ ჩვეულებრივი შავი ხარ და ესეთი კონსპირაციების მოფიქრება არ იყო საჭირო გადაგამოწმე დამხვდი შავი და აღიარა რომ ჩვეულებრივი შავი ხარ და შოგუნს მივხედავთ აქ ისედაც უშენოთ. ნახონდის. დასრულდა? დიახ. 6-იანს უსმენთ? რა შეგჭირდება შოგუნად გახსნა, რატო გვირევთ ამას, გვაცადე შოგუნად რომ გაიხსენი, ანუ შეიძლება შენი იაკუძა ცოცხალიან მიზრება და მოიგოს 10-იანი იყო, ბასტო იყო იაკუძა. და ესროლეთ 3-იანს. კაი, მე 11-ზე ავწევ ხელს. აუქნა ჰიტა. შოგუნი ვარო, კაცი ამბობს ახლა რა უქნა. შოგუნი იხსნება, შოგუნი მეორე ვინმე. დასრულდა? 4-იანს უსმენ. ნანა მე რა გელაპარაკო? საერთოდ ეხლა შენც ვაფშე ამრიე, ანუ თელი მაგიდა, ანუ ერთადერთი დარწმუნებული ვიყავი შენში და კოპალაში და ვაფშე შენც ამრიე და დამრიე. ისედაც არეუდარეული ვარ, ეს ვარ დასრულეთ? დავასრულე, ხო, აბა რა უნდა ვთქვა, რაც უფრო მეც ვილაპარაკებ, შეცდომებს უშვებო, მეუბნებიან. მე აი ხა ვზივარ, ვითომ ჰიტავარ და ვფიქრობ რა ხდება რა. აი 3-იანი იყო პატიოსანი, მე ვარ დეტექტივი, ჰიტავარ, 2-იანი არის მაფიოზი, 10-იანი იყო მაშინ იაკუძა, ან არ იყო იაკუძა, შეიძლება იაკუძა ისევ ზის, თუ ჰილი არ დაჰილა მან, თუ პირიქით თუ როგორც არის და 5-იანი არის მაფიოზი, 2-იანი არის მაფიოზი. მე ძალიან მიყვარს 11 ნომრის გადამოწმება თქვენგან, ბატონო დეტექტივო, იმიტომ რომ რატო არ ამოწმებთ 5 ნომერს, რომელიც ძალიან გიჟივით მხარს გიჭერთ. 5 ნომერივით მხარს არავინ არ გიჭერდათ. რიას უსმენთ? ეხლა გავა აუცილებლად ნომერი 5, არ მაინტერესებს, უთამაშ დანებ და შავკარტად, ხო, всё, არ მაინტერესებს რა. მე მინიმუმ სხვა როლს ვცემ პატივს, იმიტომ რომ სხვა არ დანებებულა და არ ვთქვამს, რომ ესა და ეს ვარო რა. ეხლა გავა მარტო 5 ნომერი, რა გინდა? იხსნი შოგუნობას თუ რა გინდა?
არ მაინტერესებს. მარტო 5 გავა, 3-3-ში ვერ ვაგებთ, იმიტომ რომ 10 იაკუძა იყო და 9 კაცი ვართ. თქვენს ვერსიაში 3 იყო შავი, რორამე. 3-3-ში დაგებული არ არის. არ მიყვარს რა ეგეთ რაღაცეები, რომ აი მე შოგუნი ვარ, მიდიხა მელაპარაკეთ რა. ანუ არა აქვს მაგას ჩემს არსებით. რომ სწავლაგო მაინც 5 შევწევ ხელს. დასახელებულები არიან 5, 11, 12, 6, 4, 9, 8. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 5 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5. შენ შეიძიე? 5 ხმა არის. ვინ ფიქრობს რომ 11-მა? 1, 2, 3, 4 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 12-მა? ოკეი, მეტი არის. ოზიგისვე? ნახე როგორ რაღაცა მართ. ბიჭო, მე და ბასტო ვიყავით მართლა ისა რა ქვია რა, იაპონური გუნდი რა და შავებს არ მოგაგებინებთ ამას. просто არ მოგაგებინებთ. მე რას მომწნებ? გადაამოწმე ვინმე სხვა. ანუ რა გამის შავით იხსნები ბიჭო პირდაპირ დეტექტივად გაიხო. ვინმე სხვა გახსენი. კიდე კაი გაიხსენი, თორე იგებდნენ უე. იგებდნენ ანუ ერაფერს ვერ იზავენ, просто ნერვებზე ვიშლები. დეტექტივ, ამდენი ხანია თამაშობთ და დეტექტივი რომელიც გახსნილია შავად რაღაცო ხსნით იმას კიდე მეორეჯერ რა არ არის ეს თამაში სადაც შავები რამენაირად უნდა იგებდნენ ესე. ანუ დეტექტივი რო იხსნება მყისიერა თუ არ გაიხსნა ვიღაცა, მაშინ ჩუმად იყავი და გაძვერი. მორჩა მეტი არაფერი 11-12 გაიყვანით და მოგებული გეკნებათ ეს თამაში. 3-იანი მოგხსენით ჩვენ. მაგრამ ბასტო ისე მეუბნებოდა 2-იანი მოვკლათო, მაგრამ კარგად, მაგრამ რავი რა, ძალიან არ მიყვარს ხოლმე თამაში, სადაც რავი, ესე მიწოს ხოლმე, რავი, ჩემი გუნდელი წინააღმდეგ წასვლა, როდესაც ერთი არის დარჩენილი და როდესაც ანუ გინდა არ გინდა ჩემი წასვლის დრო იყო და ჯობდა გავხსნილიყავი და იქნება მაგით მაინც გადავრჩენილიყავი ერთი წრე მაინც ან რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ არც მაგად არ იმოქმედა, არც არაფერი, მაგრამ იმედია წითლები ახლა მოიგებენ, იმიტომ რომ იციან შავები ვინები არიან დარჩენილები და გავუშვან იქ შავები რა. მოიგეთ, ბოლოთ საღოლ MVP ხარ ამ თამაშის. სანამ დავაღავებთ, მინდა გითხრათ, რომ Mafia G-ზე ახლა უკვე შესაძლებელია ონლაინში თამაში. თუ ხართ უცხოეთში ან რეგიონებში და ვერ ახერხებთ თბილისში ჩამოსვლას, მაშინ ახლა უკვე შეგიძლიათ, რომ მეგობრულ გარემოში ისწავლოთ Mafia-ის თამაში და რა თქმა უნდა გაერთოთ და გაატაროთ დრო სასიამოვნოდ. მოსაღამოვდა. იღვიძებს Mafia და ირჩევს მსხვერპლს. მიდასტურებს მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა შოგუნი მიდასტურებს მშვიდობები იღვიძებს დეტექტივი მიიღო პასუხი იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს კათენდა. თამაშს ტოვებს ნომერი 6. აი ხა. ვინ გადაამოწმე? 4 შავი. 7 შავი? 7 შავი? ვაუ. ნუ გამოგეჭირეს ხოლო. 4 შავი გავიგე. აუ რაღაცა მინდოდა და დამავიწყდა ახლა. აი ერთმანეთს ვისაუბროთ ხელებით აბა. 4-11-12. მის მინდოდა 4 და 11 გუნდი არ გამოდიოდნენ ჩემს, იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან შეუტიეს ერთმანეთს და ანუ მოჩვენებითი იყო რა, აბა ერთმანეთს შეუტიოთ ვითომ სახეობა. აი მე ძალიან არ მინდა რომ შემისრულონ, მაგრამ მაინც ბოლოს დეტექტივობას დავტოვებ. და აი ჰიტა მაინც თავი დროზე უნდა გახსნილიყავი რა. და ქოროც რავი არ მეშავება. ამიტომ 11 გადის ახლა მე შენ თუ ნაპოვნი ყავს შეგვიძლია რომ сейф თამაში იყოს და გავიდეს ბოლოთ არავინ ყველაფერი ნაპოვნი ანუ ამას არ გააგდებენ ღამე და ერთმანეთს არ ესვრიან
არ ვიცი, კაი. დაგტოვოთ, მეგობრებო, თქვენს. გამარჯობა მეგობრებო, მე ლუკა ვარ, პატიოსანი მოქალაქე. თუ რას ვწერთ? აჰა, გავაგილი. კაი, შემიძლია მახარასავით გავაკეთო, ყველაფერი რო იცოდა იქიდან რომ გამოვიდა და მე ეს და ეს მგონია და რომ დაალაგა ვითომ კარგად. ან შემიძლია გითხრათ რომ უკვე ვიცი ვინ არის, მითხილ გზაში დამაწიეს, ამიტომ ემოციებს ესე ვერ გეტყვით, მაგრამ მე მიხარია რა გუნდებიც ვითამაშე, ესე გეტყვით, მოდი. და სპოილერებიც არ იყოს. გადაახვიდეთ. და გამოიწერეთ გიორგი ქორიძის არხი. მადლობა. წრეს გახსნის ნომერი 7. მეგობრებო, მოდით წყალში ნუ ჩავუყრით ამ კარგ თამაშს და ერთ ადამიანზე ავიწიოთ 4-ვე მხელი. ხო ხედავთ 3 მაფიოზი ის აქ. ამიტომ 3-ვე ერთად ითამაშებენ. 4-ვე უნდა ავწიოთ, გადავწყვიტოთ 11-ზე ვწევთ, 12-ზე თუ 4-ზე. 11-ზე ვწევთ, კი ბატონო, ავწიოთ 11-ზე ხელი. ძალიან ვახოს ძალიან კაი თამაში ქონდა. ჰიტას ვაფასებ, იმიტომ რომ მაინც გაიხსნა. ჰიტა რო არ გახსნილიყო, ესეთი თამაში მაინც ვერ გამოვიდოდა რა. ამიტომ აპლოდისმენტები ჩემგან გულწრფელად, მაგრამ ნუ ნათელია უკვე კარგახანია ჩემთვის ვინ არიან შავები, გუნდი არ ვიცოდი მაინც აქამდე მეგონა რომ ერთ გუნდში იყვნენ 10 და 12, მაგრამ გავიგეთ ახლა ვინც არიან გუნდში. ბრაზილია, არგენტინა. ახლა გავიდეს 11. მადლობა, ნახვამდის. ყურად ხარ ვიღლი თავს ფიქრით ხო მაგას ფიქრობ, რომ შენ უნდა მომკვდარი იყავით წესით. თუ წეღანი იაკუზა აღარიძე და უკვე 10-ის გასვლას მე. ხო? არა? ანუ ერთმა თქვა რომ ორი დავხილებო. ანუ მაშინ ან ორი ვარიანტი არის, შენ გესროლა ვიღაცამ და ორივე მესროლა პირველ ნომერს. ამიტომ ვწევ მე 5 ხელი რა. თუ შენ კუდები აქვს, შენ 12 არ გესვრის. ხო? უეჭველი არ გესვრის 12 ნომერი შენ გესროლოს, მაშინ 12 გავა მე. ანუ ეს ვარიანტი არის. მაშინ არის ვარიანტი რომ 5 შეიძლება და ყოფილიყო იაკუზა, მაგრამ შენ 4 შეამოწმე შავად. ამიტომ ეგეც აღარ გამოდის. ანუ ამ ვერსიებს განვიხილავ. მაშინ გუნდი არის 4, 11, 12 და არა 3. 5 მარას გააკეთა უეჭველი 5-ში ავწევდი ხელს, რომც წამეგო. ამიტომ ეხა გავა ნომერი 11. თქვენს ვერსიაში მაფიის გუნდი არის 4, 11, 12 და 5, 10 არიან იაკუზა შოგუნი. 12-ის ვერსიაში არის 4 სამანას შავი და 20 წეღან, ანუ 4 უფრო ორმაგი შავი გამოდის, 7 შავი, 2 შავი. შოგუნდა იაკუზა ეკარგება. თქვენ მე როგორც მახსოვს, აი ხა კოპალამ რაც 4-იანი არ მოგწონდათ. მე ხა ვითვლი თქვენთვის ვინ გამოდის შავი. 3-იანი თქვენთვის პასტიოსნად გავიდა. 10-იანი იმან გადაგიმოწმოთ, იყო შანსი რომ შეიძლება და იაკუზა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ოკეი. იაკუზა თქვენთვის 5-10-ში იჯდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხო, ოკეი, ვაყენებ 12 ნომრის კანდიდატურას და თქვენ ამბობდით რომ 3-იანი შავად არის გასულიო და ყველაფერი დაუძახეთ აბსოლუტურად, რაც დეტექტივის კარტიდან საერთოდ სიგიჟეა, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. 3-იანი შავად ყავდათ თქვენ გასული. რა შეხებათ თქვენ? თუ 7-იანი ყავთ შავი და 2-იანი ყავთ შავი და 11 პატიოსანი და 4 პატიოსანი, მაშინ მე გამოგდივართ სადღაც შავი. ამიტომ სადღაც შავი გამოგდივართ და შესაბამისად თქვენს წინააღმდეგ მომიწევს თამაში, რას ვიზამთ? იცი რა არის ბოლოთა რო ამბობდა 3-იანი ჩავია, 10-იანი ჩავია, ოზიკაი ტიპად ყავდა გადანაწილებული და აქ ახლა ამდენი ადამიანია დარჩენილი, მაგას ვერ მოუყვები, რა ვქნა მაპატიე, მაგრამ თავიდან მევთქვი რომ 3 და 10 არ არიან ჩემთვის შავები. ოზი თუ ამბობს რომ ჩვენ ორი ერთად ვიყავითო, მაშინ ოზის ხელს რატო აფარებდი და რატო იყო კაი ტიპი თუ შავი იყო დღის ბოლოს და საპანაძეზე კიდე ამბობ რომ საპანაძეც შავი იყო, არ მომწონს და ვერ გავიგე, მართალ დეტექტივი ხარ თუ ჰიტა არის და ვერ გავიგე ვერც ეს, მაგრამ ჰიტა ვისაც დაადო ხელი მე-5 ნომერს, თვითონ დაღიარა მე რომ მე ვარ შავიო და მე და ბასტო ვიყავით ერთადო და აი ის იმას ასახელებს შავს, მე ის იმეჯ გუფში გადადის ეს ამას ასახელებს შავს და აი აქ ვეღარ ვაკავშირებ უკვე. ეგ რა არის? შოგუნი შავად არ მოწმდება. გავიგე რომ შოგუნი შავად არ მოწმდება, მაგრამ ხო და მაგას გეუბნები, ის თუ იმის ჯგუფში იყო და ეს თავიდან ხო ამბობდა და ნახე, ოზითო ხო თვითონ გამოცხადა რომ მე ვარ შოგუნიო. შავად, ამა თუ შავად გადაამოწმოს სიტუაცია და ვერ გადაამოწმოს და გამოდის რომ წითელია. მაგრამ ხო იყო ცუდი ტიპი და ის ხო უჭერდა ამას მხარს და მაგას ხვდები. ეს თუ იმას ამოწმებს, გავიგე, მაგრამ თუ გაარტყა ამ ადამიანმა, მიხვდი მაგას გე, ამის ამჯერად თქო მე თავიდანვე აქ თქვი. ამის დეტექტივობის ამჯერად თქვი, ისედაც თქვი. მე მართლა მიჭირს რომ დავითვალო შავები 2-იანი არის
შავი, 5-იანი იყო შავი და 7-იანი არის შავი. დანარჩენი 2 შავი კიდე მე საპონელი მყავს, რომელიც 1 უნდა იყოს ან 4-იანში, ან 11-ში, ან 9-იანში, ან 8-იანში, 1 და მორჩა. შოგუნი შეიძლება ყოფილიყო 6-იანი. შოგუნი არ ვიცი, მოკლედ, შოგუნი სად არის. მაგრამ ნახე, შენ ამბობ, რომ 3-იანი შავად გავიდა, 10-იანი შავად გავიდა და კიდე 3 შავია აქ. მიხდით, იქეთო ვისალაპარაკებით. ანუ ნახეთ, 3-იანს შავს ეძახის, 10-იანს, 11-ს, 12-ს და 4-ს. შენ გადაამოწმე 5 შავად და 7-მაც 8-მაც და 7-მა არა 8 და 9-მ გაგაყვანიეს 5 მაშინ მარტო 7-ია შენთვის შავი და 8-ს და 9-სთან ვერ მოხდა ხო და არ ჩმოვდივარ მე ხო მაშინ ხო აბსოლუტურად რიას მესამე ფოლი დასულდა 3-იანს უსმენ 2-იანს უსმენ ხიტა თლაში აერიე არაფერ შეავირი როგორ არა თლაში აერიე ნახე რა ხდება 5 შავი თამაშობს ხიტა ამ თამაშს და თლაში აერიე მიიღეთ 11 ნომერის კანდიდატურა შენ რო უნდა მიიღე ნანო ერთ-ერთი რაც შემეშალა იყო სამი მე ვთქვი რომ გუნდი არის 3 11 12 და 4-10 არის შოგუნი იაკუძათქო რა ყველაფერი დაუძახე 1 3-ში და 5-ში აუცდი უბრალოდ მარტო იგი იყო ჩემი შესაძლებლობა უბრალოდ სხვა მთელი თამაში ვამბობ რომ 3 4 10 11 12 ეს არის 5 შავი შევსდი იმაში რომ 5 ყოფილა შავი და 5-თან ვითამაშეთ მე 7-მა 8 ნომერმა ხო იყო ეგრე და 10 ნომერს 0 მეტრზე უთხარ რომ შენი შოგუნი რატო ჩატეხე მეთქი 0 მეტრზე მიპოვე იაკუზა ეგრევე მიხდრო იაკუზა იყო 0 მეტრზე გავუშვი იაკუზა და ლაშას არ დაუხილი ვარ მე ხიტა ისა უბრალოდ გავუშვით ჩვენ ხელით იაკუზა და აღარ იყო და რატომ ესროდა ბიჭო მე აქვე მაფია მე ბალანსში გასაშვები ადამიანი ვარ თლაში აირია 11 ნომერში ავწოთ ხელი უეჭველი იმიტომ რომ 3 მაფია თამაში არის რა და 3-3-ში ვაგებთ რო არ გავიდეს და ანან ეს ამ ბოდში ანი როდესაც შენი მაფია იხსნება დეტექტივად უნდა დაუჭრო მხარი ბოლომდე თან როცა შავად ხარ გადამოწებული სანა 4 ნომერი დახურავს სტრეს დასახელებულები არიან 12 11 4 ნომრის ხო, მე ვარ იაკუძა და მე და ბასტო ვიყავით გუნდი. ვაფშე ეს ბიჭი რეებს აკეთებდა, მე არ ვიცი და რეებს ლაპარაკობდა. ხო და აბა მაშინ რაღაცა აჭრილები ხარ თქვენ. მე ვარ იაკუძა. ჰა? ბასტო არის შოგუნი. ჰა? მე ვარ იაკუძა. ეს ვაფშე გასულია და არ მაინტერესებს იაკუძა ვარ მე. პას. მადლობა. დასახელებულები არიან 12, 7, 11. ამ თანმიმდევრობით. ხმის თავის გამართლება გექნებათ ჯერ 12 ნომრის 30 წამი. ისმენთ? ნახეთ, ეხა უნდა გასულიყო 7-იანი. მაგრამ 4-იანი უნდა გასულიყო უფრო მეტად, რომ დასახელება მოგესწრო, იმიტომ რომ დანებდა ადამიანი. ნახეთ, ჩემი გათვლებით გასაგდები არის მარტო 7-იანი და 2-იანი. შოგუნი არ ვიცი სად არის, იმიტომ რომ ამერია ოზის გამო. და ვერ ხვდები. ხო. და მგონია რომ გავარნილია, მაგრამ ზუსტად ვერ ვამბობ რომელი გავარნილი შეიძლება იყოს. ამიტომ ეგ პრობლემა არ არის. ბოლოთას აზრით ყველა მაგიდაზე ზის კიდე. შავი. ხო, ერთ-ერთი შეცდომა ეგ იყო. მე დიდად არ ვფიქრობდი რა, პროსტა დაბნეული იყო რა და აუცილებლად ეხლა რამე არ შეგვეშალოს 11-ში ავწიოთ ხელი ეს თამაში არ წავაგოთ ესე მე რამე გამაგდონ მე ერთი წამი კოპალ მომისმინე ეხლა 11-ს რო გავაგდებთ მე რამე მე გამაგდებენ იმიტომ თქვენ უფრო დაიწყებთ მსჯელობას და იმეების განხილვას ვარიანტების და არ მოტყულდეთ მოდით რა იაკუძა ხო გახსნილია მე 4 უნდა გააგდოთ და მე გადაწყვიტეთ აგერ ამოვში 11-ს უსმენთ ოზი ხო იყო იაკუძა თუ შოგუნი იყო, რომელი იყო? შოგუნი იყო თუ იაკუძა რას ამბობთ? ეგ რომელი არ ვიცი. შოგუნი იყო ის. მოიცა ოზი, ნუც ამბობს რომ მე იაკუძა ვარო. ანუ ის ხო ვერ მოწმდება, ნუცა მოწმდება, მაგრამ მე ბასტო ვიღასთან რჩება. იყო წითელი, ჩვეულებრივი პატიოს. ანუ მაშინ ოზი გამოდის შოგუნი, რომელიც ვერ მოწმდება და იაკუძა კიდე მოწმდება შავად და ეს ბიჭი ის თუ ამბობს რომ მე გადავაწმო, ვიღარ რჩება. ვერ გავიგე ვერაფერი მე კი გავდივარ მაგრამ აი აქ რა მოხდა ეგ ვერ გავიგე ყველას მოგისმინეთ დასახელებული კანდიდატურები არიან 12 7 11 ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 7-მა ერთი ხმა ვინ ფიქრობს რომ 11-მა 11-ის ბოლო სიტყვა არაფერი არ მაქვს სათქმელი გამაშავეთ და რაღა უნდა გავიმართლო თავი მაგრამ ხო იქ ვერ გავიგე რა მოხდა 4-ში და 5-ში
კაი რა, წარმატებები. მე ვიყავი მაფიოზი. გამიხარდა, მაგრამ თამაში კარგად ვერ წავიდა, ესე მგონია. უკეთესი შეგვეძლო და თავიდანვე რომ ვამბობდი, რომ საბა არ უნდა გაგვეგდო და უნდა გაგვეგდო მეორე ნომერი, ესე უნდა მოქცეულიყავით და არ მე ვიცმინდოდა რომ მომკვდარიყო, მოკლედ არავინ არ მოკვდა. ხო და ძალიან არეულობა ეხლა შიგნით და იმედი მაქვს რომ მოვიგებთ, მაგრამ არც მაქვს იმედი. ყველა ვარიანტში დიდი ალბათობით მოიგებენ პატიოსანი მოქალაქეები. მადლობა. სანამ გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით გლდანში, მარატონოზაძის 5 ნომერში, სადაც დაგვხვდებათ PlayStation-ები, ბილიარდები, პერსონალური კომპიუტერები, სამსართულიანი სივრცე და მეგობრული გარემო. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ მაფია ჯიზე ტარდება თბილისის თასი გამომწერებში და თუ გინდათ რომ მოხვდეთ YouTube-ზე, დაჯავშნეთ სასურველი შესარჩევი თამაში ტურნირზე. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მაფიის გენერალური სპონსორია ბეტსონ სპორტი. უღრმესი მადლობა თანადგომისთვის. იღვიძებს შოგუნი და ეძებს არ ეძებს არაფერს. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. მეც დავავიწყდა. ვემშვიდობებით. იღვიძებს დეტექტივი. ვემშვიდობები და იღვიძებს ექიმი. ვემშვიდობები. გათენდა. თამაში ტოვებს ნომერი 8. დავტოვოთ სიტყვა თუ იცით რაც უნდა. ვინ გადამოწმებ? ნახე ამ ერთადერთი ამ სხვა არგუმენტებს რო თავი დავანებოთ, ერთადერთი არგუმენტი არსებობს, რომელსაც ფიზიკურად ვერ გატეხავთ. 4-მა და 11-მა წეღან თქვეს, რომ 11-მა თქვა, რომ 5 მაშინ შოგუნიაო, 4-მა თქვა 5 პროსტა წითელი იყო და 12-მა 5 შამბად გადაამოწმა. ამიტომ არც ეგ არის. ანუ ვეძებ არგუმენტს, რატო შეიძლება იყოს თქვენ დეტექტივი და წითელი, თქვენ იაკუზად დანებეთ. რა ვთქვა ხა? და 4-ს მოხსნით, იმიტომ რომ 4 დანებდა, 12 არ დანებებულა. ჯერ 4-ს მოხსნით, მე დაღამდება. მოიცა. 1 2 3 4 დარჩით. ანუ ამან 2-2-ში დააგვე ხა, მე რო გავარ. რა, პას. 5 რანაირად ხართ? 5 ხართ ხო? გამარჯობა. ეს არის რა ქვია. კაი ხელი იყო. უბრალოდ ცოტა ისე მოხდა რაღაცები რა, ძალიან სწორ ხაზოვნად წავიდა მთელი თამაში რა და ცოტა ცუდი რაღაცები მოგივიდათ რა არგუმენტებში და ვერა რა. მაგრამ გასახსენებლად კაი იყო ბოლოთას ყოჩავ, კარგი დეტექტივი იყო, ისეთი აი რო უნდა ყოფილიყო. მე მგონია რომ ჰიტამ დაუშვა მანჩესტერმა რა, ანუ საერთოდ არ მოგახსენებენ შავები რა, რატო გაიხსნენ არ ვიცი. იაკუძის მხრიდან, ანუ შავებს ჰქონდათ ძალიან სუსტი თამაში, განსაკუთრებით აი იაკუძა შოგუნის გუნდს, რომ იაკუძა გადამოწდა შავად, არ გაიხსნა და შოგუნმა შოგუნი ვარო და რა ვიცი, მე თავარია მომენატრეთ ხალხო ძალიან, მაფიის თამაში ძალიან მომენატრა და იმედია ამ ეპიზოდით თქვენც რაღაცა ცოტა შეგიმსუბუქებთ ამ მონატრებას რა და ვეცდებით რომ მალე დავიწყოთ სეზონიც და მე უფრო ზეთი ის იყოს რა. საერთო ჯამში კარგი თამაში ჰქონდათ წითლებს, შავებს ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ თავარი აქ მარტო მაფიის თამაში არ იყო, როგორც სოფლიო ჩემპიონატია, რაღაცა ეს ზოგმა გაიხსენა, ზოგს ერთი წელი არ უთამაშია მაფია, ამიტომ ნუ რავის ნუ გამოვეკიდებით თამაშის დონეზე, ასე რომ ვთქვათ რა. მადლობა. თამაშს აგრძელებს 9.
ვაყენებ 12 ნომრის კანდიდატურას. მე მთელი თამაში, აი თვალი დავხუჭე, გვიანი გახსნა რაღაცები, არ მაინტერესებდა. თქვენი საუბარიც დიდად არ მომეწონა. დეტექტივს რო არ შეშვენის რაღაცა ეგრე ისაუბრეთ, ნუ პირველ წრეზე ყოველ შემთხვევაში. მართლა, მე დავასახელე 11-იც, მე დავასახელე 4 ნომერიც და მაინც 5-იანზეც ხელი ავიწია, ანუ ძალიან დოგმატურად ვითამაშე ეს თამაში. თუმცა, აი წინა წრეზე იმდენად აირია აქეთ ამ მხარის არგუმენტები, რომ მე ფიზიკურად ვერ ვითამაშებ ეხლა ამ წრეზე თქვენთან ერთად კი გადამამოწმეთ პატიოსნად, მაგრამ მე არ მაქვს უფლება რომ ეხლა ამ საუბრების მერე მე ისევ თქვენთან ერთად ვითამაშო, ამიტომ თქვენზე ავწევ ხელს. პას. ბატონო, 12-ს უსმენთ? ვასახელებ 7-ს, ვასახელებ 4-ს. შენ მიგონია ჩემი გუნდელი. 10 და კიდე? ნახე შენ ხარ ეხლა ნახე ჩემთვის ახდება. შენ ხარ გადამოწმებული წითელი, გადამოწმებული შავია და ფეიქ დეტექტივი და იქ არის დანებებული იაკუზა. რა ხდება და იმავე ხალხს ესვრით? და რა ხდება ვახოს ლოგიკით. სულ ერთი და იგივე ხალხს ესვრის რას ნიშნავს? ანუ იაკუზა თუ არის მეორე ხელი რატო არ მოხსარა? 5 რაუნდია. ანუ იაკუზა და სროლა არის ის თუ რა? 10-წამი? რას ვაყრე? გუნჩი არიან და ერთმანეთს ხოცავენ თუ რას მეუბნები? 9-ს მე. რა იგებენ ალბათ, არ ვიცი. წას. მე რამდენიგეო? მეორე ფორ. 2-ს უსმენთ? 12-ის კანდიდატურა მიიღეთ. ანუ 12 ნომრის ლოგიკაში ორი მაფია და ერთი იაკუზა ვართ დარჩენილები და წეთლებს უეჭველი წაგებული. ანუ ვინც არ უნდა გავიდეს წაგებული აქვს წეთლებს ამის ლოგიკაში. ვაი. 12 გავაუშვათ, მე რავი ვინც გინდა მოკალი და აზრი არ აქვს შენ გავხო მაინც. ბას. მადლობა. 4-ს უსმენთ? დანებებული იაკუზა ვარ. ბას. მადლობა. 7-იანი სანავ დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 12-7. მე დავასახელებ 4-იანს და მინდა რომ 4-იანი გავუშვათ, იმიტომ რომ 12-მა ბოლომდე ითამაშა და ამბობს რომ იაკუზა ვარო და გავუშვათ და 12 იჯდეს ბოლომდე. შენთვის ახლა რომელი არის შავი? არც ერთი? კაი, რავი. ჩემი აზრით ჰიტა მრავალფეროვანი გახადა დღევანდელი თამაში და უბრალოდ ის იყო რომ რაღაც არგუმენტებში აირივნენ შავები და ცოტა მარტივი გახდა საპონერი ერთადერთი. ფოლს ვიღებ, 4-იან შენ ჩემი გუნდელი გონია ახლა? კი. 11, 12, 4 ხართ გუნდში. იაკუზა ვარო რო თქვა რა შემეცვალა, ოზი ვიცი რომ შოგუნი იყო, 10-იანი იყო იაკუზა. 5, 10 შესატევი იყო, იმიტომ რომ ისეთი რაღაც თქვა, როცა ვახომ თქვა, რომ 10-იანი შავიაო, მე 10-იანს გუნდში ვიყვანო, როცა დეტექტივი არ იყო გახსნილი. კემირა ვოვო. პას. ჩემი გუნდელი იყო და ხა რატო გამეშავებინა ვერ გავიგე. 4-ს მესამე ფოლი. დასახელებულები არიან 12, 7, 4. 12 ნომრის 30 წამი. შენ უნდა მისმინო მხოლოდ. თორე უნდა გადავწყვიტოთ მე უკვე რომელი ფლანგი მოიგებს. 4-იანი შავია, გასაგებია. 7-იანი არის გადამოწმებული შავი ასევე. და იაკუზა თუ არის მარტო და ისინი ორნი ერთად არიან, მის შემიძლია რომ 7-იანი გავიდეს. მარტივი ლოგიკა უბრალოდ. მე არ დავნებებულ ვარ და პატივი მეცი და 4-იანი გავუშვი. შენ ხარ ორიანთან ერთად და რაღაცა თეორიული შანსი მაინც რო იყოს, ჯობია რომ გავიდეს 7-იანი. მე ხვდები მოდას, მაგრამ 7-იანი უნდა გავიდეს. მადლობა. 7-იანს უსმენთ? 100. 4-იანს უსმენთ? 100. მადლობა. დასახელებულები არიან 12, 7, 4. ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ზათხართ? ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა? 1 და 4 ნომერზე გადავიდა ყველა ხმა. 4-იანის ბოლო სიტყვა. დიდი მადლობა ძალიან კარგი თამაშისთვის. ნახავთ. დავემშვიდობოთ 4 ნომერს.
ანუ მეგობრებო, რაღაცნაირად ისე დაალაგდა ყველაფერი, რომ თავიდანვე გამოიკვეთა რაღაცები. რაღაც მომენტში ვეცადე, რომ ამერდამერია სიტუაცია, მაგრამ აი ხო იცი, თავიდანვე რომ ეგრევე ხვდები, ვინ არის, რატომღაც ამ თამაში ეგრევე ხვდა. სხვა შორს ჰიტამ ძალიან გამრავალფეროვნა თამაში, იმიტომ რომ მაშინ ძალიან მარტივად მოგვიწევდა ყველას დანებება. საბოლოო ჯამში ძალიან კაი თამაში იყო მაინც, მე კმაყოფილი ვარ და გაუმარჯოს ბრაზილიას. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. იღვიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს. იღვიძებს დეტექტივი. და იღვიძებს ექიმი. გაცემდა. თამაში ტოვებს ნომერი 2. ხოლო რა აზრი ქონდა? ანუ მე თავი მოვიკალი ესე იგი. ანუ 2-2-ში, აი ცოტა 12 ნომრის თვლაში 2-2-ში წააგო. რა აზრი ქონდა? მაგას ვამბობ რა აზრი აქვს უეჭველი 12 ჩაწევენ ახლა ხელს და მოვიგეთ თამაში. უბრალოდ გამოვიყენებ ამ დროს, მადლობას გადავხდი G2G-ს. იმიტომ რომ ძალიან ანუ ვინც კი ხდება ხოლმე ყველა მეუბნება რომ როდის დაიწყება მაფია და სულ ამ ხოლმე რა არის ერთი მაგისიც. და ყველა სვენები ხოლმე რომ მოვიდეს ფულრუ მაფიაში, სადაც ერთი დიდი ოჯახი ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს ყოველთვის ფულრუ მაფიაში და ეს არის ჩემი თავშესაფარი, ასე ვთქვათ რა. ორი რამ აბედნიერებს, ჩემი ცოლის გარდა რა თქმა უნდა. რომელიც ორსულად არის სხვათა შორის. და პატარა ბეას ველოდები. მარიამ და ბეა მიყვარხართ. მას წამატები ყველას. ჰიტას არ გაუმართლა იმაში რომ არ დავდგნენ გვერდში. მადლობა მაყურებელს რომ ხარს უჭერთ G2G-ს, მადლობა სპონსორებს რომ ხარს უჭერთ G2G-ს და დაალაიქეთ ეს ვიდეო და დააკომენტარეთ და გულებით გაუხსვამეთ. დღეს გახსნის ნომერი 12. ვასახავ 7. რაღაცა ეპიკობა ხდება. 7 მიღებულია, გარდაჭერილია. ხო, ან ორი დეტექტივი იყო, მე ბალანსი გავდივარ. მაგრამ ეს კარგი სვაი. იაკუძა და მოკლა 2 ნომერი. უბრალოდ ანუ იაკუძა არ მეგონა. იაკუძა რო ყოფილიყო, სროლებიც უნდა ყოფილიყო. და 4-იანი როგორ გავიდა, მაგას ვეღარ ხვდები. რანაირი შავი იყო. ანუ 2, 7 და 4 იყო შავი, 2 გავიდა, მაგრამ 2-იანი რომ მოკვდა, რანაირად მოკვდა. ეს სოლა 7-იანმა, მაგრამ 7-იანი ვინ გამოდის ამ დროს? ან 2-яნის გუნდელი თუ არ იყო, იაკუძაც ვერ იქნებოდა. დასრულდა 7-იანს უსვენ? ვასახელებ 12-ს. ჩემი აზრით მაფიას უხდება ესეთი თამაში რა, რომ ანუ ახლა ავანტიურული იყო რაღაც უზის გამოხდომას რო თქვა რომ შოგუნი ვარო და გავარდა და ასევე უხდება მაფიას ის თამაში რომ ბოლომდე თამაშობს რავი რაღაც ანუ ყველამ რაღაცა თავის როლი უნდა გააკეთოს მე ძალიან ვაფასებ ჰიტას დღევანდელ თამაშს მაგრამ ну ახლა შენ მე ვერ დამელაპარაკები რომ ანანოს მიეცი ხმაო ანანო არც არის დასახელებული ვერც ვერავინ დაასახელებს და ჩემთვის აუცილებლად აი სურო აბსოლუტურად ყველაფერი რომ დავივიწყო შავად ყავარ გადამოწმებული რა ამიტომ 12 გავა რა ბალანსით დურითი აუცილებლად 12 გავა და მადლობა G2G-ს რომ ესე შევტყურება ახალ სივრცეში და ვფიქრობ კაი თამაში გამოვიდა რა პას მადლობა
სანამ ცხრიანი დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 7-12. 7-იანი. ცხრიანის დრო? ვაყენებ ნომერის კანდიდატურას. არ ვიცი რა მაქვს ალაპარაკო, ჩემი აზრით არც არაფერი ალაპარაკო არ მაქვს. მე ძალიან მომეწონა და გავხურდი და მიხარია რა, ეხლა ბოლომდე ძვია. ერთადერთი რაც ვინც შემეწოდა ამ თამაში იყო საპანა. ყველა ენერგიულა კაცმა 0 წრეს გააფლია და გაიწურა და უცებ მოკოდა და არ დაუშვათ რომ შავი ვიყავი. ნუ ძალიან ლეგენდარული იყო. არაფერი. მე ჩემი აზრით ყველამ კარგად ითამაშა, უბრალოდ რაღაცა თუნდაც იყო დეტექტივი, ან თუნდაც იყო შავი, გუნდის მხარდაჭერა არის ხოლმე საჭირო რა და ვინც შენთან ერთად პატიოსნებად მოიაზრებოდნენ, ისინი დანებდნენ და ეგრე აღარ გამოდის თამაში რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის всё, პას. დასახელებულები არიან 7-12. 7-იანი? ბოდიში ჩემი აქცენტისთვის ქართული კარგად არ ვიცი. რა ვიცი, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მადლობა ყველას. კარგი თამაში იყო და დავეთანხმები ანანოს, რაც თქვა აბსოლუტურად ყველაფერში. პავს. 12. ანუ ისი აირია რომ ორიანი ვეღარ დავითვალე ვერაფერი შოგუნიდან თუ ითამაშებდა ასე მხოლოდ რომ ეხა მომკვდარიყო. ხო და მე 3 რაუნდი წინ დავნებდი სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ რომ წაგებული იყო უკვე ან იაკუძასთან ან მაფიასთან ან იმათ ეგონაც რომ ყველა მაგიდაზე იჯდა და მეც მე და შენ ვართ მხოლოდ ანუ არ ვიცი რომელიც არ უნდა იყო გილოცო. მადლობა. ორი არგენტინის გულშემატკივარი, ერთი ბრაზილიის. შუაში ხო არ ჩაჯდები, მაგრამ ნახოთ რა მოხდება. იმიტომ რომ ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც გონია ხოლმე. 7-12. ვინ ფიქრობს, რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? და 12-ის ბოლოს სიტყვა. ამდენი წამი დამჭა? 50. მიყურეთ. კარგი თამაში იყო მეგობრებო. მე ვიცი ამოვნე. და გასახურებლად მართლაც რომ გენიალური პერფორმანსი გამოდგა თითოეული მოთამაშისგან და ეს ახალი მაგიდან ხიბლავს აქ მთელი დღეა უყურებ და მაგარია. ასევე მინდა შევაქო ჩვენი მოთამაშეები რომლებიც დარჩნენ და რომლებიც გავარდნენ. რატყანად მომოსაპანა. და იმედია რომ არგენტინა მოიგებს სოფლიოს. როგორც აქ მოიგო არგენტინა. მეორე არა. მესი მეორედ. მადლობა. დავამშვიდობოთ ხიდას და მიულოცოთ პატიოსან მოქალაქეებს. საინტერესო ვერსია იყო ძალიან ის რომ შოგუნია მაშინ ყდება შესაძლებელი იყო. თუმცა ძალიან დაბალ შანსიანი იყო და ეხლა დადე ბოლოსაც რომ კიდე რა მე და ბოლოს მიმენა ბოლომდე იბრძოლა. იმას რომ შეტენა შოგუნობა მე ვაუ აბსოლუტინება. მეგობრებო შევატყე რომ ძალიან მოგნატრებიათ თამაში. ცოტა მიგვიწყებიათ კიდეც, მაგრამ მაინც კარგი დეტექტივი იყავ, შენი ქებები არ დაგაკლდება. ყველა თქვენგანს მინდა რომ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, იმისთვის რომ ხალხისთვის გაერთიანდით, შეიკრიბეთ და ეს მონატრებული შოუ YouTube-ზე ერთი ეპიზოდით მაინც დააბრუნეთ. ლაშა, დავიწყოთ, ექი მიყავ ისე რომ ესე წყნარად. ო, მე გერმანულად რო გიტყვი. 7 ნომერი ისაუბრებს. ისეთ გამიხარდა რომ ჩვენმა გუნდმა მოიგო, ცოტა უფრო მეტად დაძაბული და საინტერესო შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ კარგია რომ წითელმა კარტებმა მოიგეთ. რაც შეეხება ჩემს ექიმობას, ძალიან დიდხანს ვიფიქრე პირველ ღამეზე დაჰივა, მაგრამ ის გამოცდილება გამახსენდა პირველ ღამეს რო არ დავიხილე და მე რომ შუბში ტყვია მოხდა და ამიტომ ცოტა აქცია. არა უს მეორე ღამე მე ვიცოდი რომ მეორე ღამეს მომკლავდნენ. აი რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაგრამ ერთხელ ეგრე ვიგზენი შევცდი და მაგის მერე დავიხილე რა. კარგია რომ პატიოსნებმა მოვიგეთ და იმედია რომ შემდეგი ეპიზოდები უკეთესი იქნება. მადლობა.
მე ვფიქრობ 8-9-ში უნდა გააკეთებინათ პირველი სროლა იაკუძას რა, იმიტომ რომ ძალიან წითლები იყვნენ რა. და იაკუძას უნდა გააკეთებინათ სროლა ექსაც იაკუძა. ხო არა, ორ ნომერში მე ორ ნომერი იდეაში ორ ნომერში რო გესროლათ, ეგეც სწორი იქნებოდა ნულოვანზე, მაგრამ მაინც არა. ეგრე მგონია თუ სამი ნომერი გაშავდა ყველაფერს და არ იყო რა სამში სასროლი. ორიანს კლავდი? ხო, ორიანს კლავდა, ხუთმა არ დაუჯერა. არა, ორი რომ მოგეკლათ, მაფია მოიგებდა აუცილებლად. რა, უბრალოდ მაფია გუნდური თამაშია, როგორც გითხარით და ჰიტას არ გაუმართლა რა, უბრალოდ რომ მე ძალიან მომეწონდა, ყველაზე მეტად ალბათ კოპალას თამაში მომეწონა, იმიტომ რომ სწორად დაითვალა ნულოვანზე მოყვებოდა და ლაშას არ დაცალდა. ბევრი ლაშამ ძალიან სწორად ჩამოყალიბა საუბარი. კოპალა და ლაშა მომეწონა ყველაზე მეტად. მე რა არაფერი გიო. ანუ ვიფიქრე რომ მეთქი ამ თამაშს ცოტა გულწრფელად ვითამაშებ მეთქი რა. შოგუნის შემხვდა კარტად რა და ერთადერთი ინტრიგა შენი ყავდა შენ. ბიჭო ხო და ნახე შავი დამიძახა და მეთქი კაი თუ მივდივარ წავიყოლებ თქვა ამასაც. შენ რას ფიქრობ რომ შენ გახვიდოდი მან? არა რა მოიცე რა სადა გავდივარ. რო კითხე ხელ ჩემს ხელს ვინცოთ მეთქი იმორმა რომ ხელი აწია და დანებდი მე. ხო აბა არა არ წერდნენ. როგორ აწიეს ხელი ეგრევე 1-3-2 ბალანს გახპერო და ანანდო რო იცოდი. ხო აბა მაგას გაუნები ესეც იგივე შეგოდა მანამდეც დაჟე ამას მანამდე ვუთხარი რომ მარტო 5 მგონია შემურჯავდი ხო განწერული თუ ხარ და არ მაცდიან ესენი მაინც თამაში გაძროვა ამათაც გავიყოლებ უკან ჩაძირულ გემზე გამოვაბა უღუზაზე ამათ პირველს ძალიან მეწყინა რომ ბასტო გააგდეს მე ძალიან მინდოდა ბასტოს რო ითამაშა სასიამოვნო თამაში იყო შუამდე სანამ ოზიმარ ჩააკუკა და არ თქო რომ შოგუნი ვარო ერთობოდი და დაძაბული თამაში იყო მაინც ჩემთვის იმიტომ რომ ვერ ჩამოყალიბდი ბოლომდე იმიტომ რომ როცა ჩამოყალიბებული ვარ ეგრე მე თავზე გადაუვლიათ და არ ვყალიბდები ხოლმე მაგრამ მე ამან რო თქო რომ შოგუნი ვარო გავაგდა ყველაფერი დაუჯერე რომ შოგუნია კი იმიტომ რომ ოზია მადლობა მეგობრებო და ბრაზილიას უგულში მატკივროთ აბა ყველამ გო ბრაზილ Telemandos, hermanos, NPC, MVP, NPC, Samasi Spartansi, hermanos, subscribers, Argentinos, Vineros, Emirabolos, Yankos. ალოვა მეც დიდი იმედი მაქვს რომ არგენტინა გაიმარჯვებს მაგრამ სასიამოვნო იყო ოზი ძალიან სასიამოვნო იყო მე რატო ავწიეს ჩემში ხელი გულწრფელად გეტყვი ანუ განა იმიტომ რომ შავი მეგონე და რაღაცა უბრალოდ არა აი რა როგორ აგიცნა არ ვიცი არა ჯერ ხო ვაფშე საჯი მგონი ხარ მთელი თამაშია მაგრამ ბიჭო ის რა იმას ხოსაც ეცვა ანუ უბრალოდ არ მიყვარს ხოლმე ეგეთ რაღაცეები აი იმან რა დააშავა რო არ დანებდა ის რატო უნდა გავაგდო და რატო უნდა დაგტო შენ რომელიც აი შოგუნი ვარ და რაღაცა უბრალოდ 1-2 ნომერს არ დავეთანხმები შენ რომ მოიგალებ ჩვენ მაინც მოვიგებდით იმიტომ რომ ძლიერი წითლები ვიყავით ისა ბოლოს მაგრამ კაი თამაში ჰქონდა არა ძლიერი წითლები ვიყავით იმიტომ რომ არ ვსულავი არც წითლს მესი გაიტანს ამ სოფლიოზე 23 გოლს ანუ ჯამში იქნება 23 გოლი გატანილი ნაკრები სოფლიოებზე რა. всё. სხვათა შორის ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ხუთიან, მაგრამ ილაპარაკა, ჩემთვის არც შოგუნად გასულ არც იაკ. ანუ ჩემთვის უბრალოდ რაღაცა რაოდენობაში. აი, შავი გავიდა რა. ანუ მე ვითვლი რაოდენობაში. ძირითადად არ თამაშობ ხოლმე დოგმატურად, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ამ თამაში რაღაცა დოგმატური რაღაცები გავაკეთეთ, არც თავი გავიგიჟეთ, ანუ ერთ დეტექტივსაც მოусმინეთ, მეორესაც. სხვათა შორის ნუ ვაფშე დამოვიწყდა. არა, ერთი რა მე მთელი გულით მართლა ვცდილობდი რომ 12 ნომრის ანუ დეტექტივობიდან გადმომეხედა და რას იტყო და ვალაგებდი ჩემ ტვინში რა. განვიხილავდი ბოლომდე რა. ბოლოს რო თქვი რომ შოგუნი რაღაცა მე ეგეც ძალიან მომეწონა მე. რა ერთადერთი რამაც ძალიან აღმაფრთოვანა იყო რომ იაკუძად 10 ნომრისთვის გაიხსნა 12 ნომერი. ჩემი აზრით მაგარი იყო რა. ჩემთვის მაგარი იყო. მადლობა ჰიტა. გაგიძა. როიცოთ მეგობრებო ჰიტო ვიტო გაიხსნა რომ მე ვთხოვე. მეთქი იგი გაიხსენე თქო ჩემი ხალხი თქო ესე მე ვერ გავიხსნები თქო და ხო მაგარი კაცი ძალიან ჰიტა აქედან სად მივდი არა მართლა და ჩვენ ვართ მაგრები ვინც ჩამოვთვალე მე ჩემი მეხუთე თამაშია თუ არ ვწდები და ეგეც მეხუთე არის წელიწად ნახევრის მერე დაახლოებით რა არ მითამაშია საერთოდ ძალიან უკმაყოფილო ვარ თან ძალიან ცოტა არის ხო ამიტომ დიდი პრაქტიკაც არ მაქვს და ყველაზე ცუდად ვითამაშე მგონი დღეს რაც კი მითამაშია და იმიტომ რომ არ ქონდა გუნდური შეკრულობა ესე მგონია რა ნუცა საერთოდ სხვაგან თამაშობდა ჰიტა სხვაგან თამაშობდა მე სხვაგან თამაშობდი მე იმიტომ არ გავიხსენი რომ ადრე ვიღაცას აქვს ჩემთვის ნათქვამია თამაშის დროს
რომ დონი უნდა გაიხსნასო დეტექტივადო და აცადეო იმასო და მე ვიჯექი და მეთქი კაი დაველოდები ჰირას როდის გაიხსნება თქო და ამასობაში ძალიან სულ წაგვივიდა საქმე რა ხო მე ძალიან უკმაყოფილო ვარ და გასაგებია ბოლოთას აზრიც შენი აზრიც და ყველა ვთანხმდებით რომ ძალიან ცუდი თამაში გამოვიდა მადლობთ გამარჯობათ მეგობრებო როგორ ახართ როგორ მე ვარესპექტებ შენ სულს მე ძალიან ვარესპექტებ ფიტაროს კუჩი ჩემი გამოსახედიდან თამაში მიმდინარეობდა ასე ყველა ვინც წითლები იყავით ძალიან ძლიერი წითლები თითოეულ კამათში შემოსვლა თქვენთან ურთულესი იყო დეტექტივიც ძალიან ძლიერი იყო ექიმიც აქეთ ყველა პლუს ოზი გეხმარებოდათ და არავინ არ იყო ჩვენ მხარეს და ჩვენ მხარეს მაგრამ მე როგორც დეტექტივი ყოველთვის ვგრძნობდი ორივე ჩემი მაფიოზის მხარდაჭერას და ხელსაც ერთად ვიწევდით ყველა გასაგდება ადამიანზე და ძალიან ჩვენ სამივე მაფიოზები თამაშობდით დღეც ერთად და ღამეც ერთად გადაწყვეტილებებით და მენდეთ და დიდი მადლობა ამისთვის და დღეც ერთად ვიწევდით ყველანი ხელს ამიტომ თუ ისე შანდა რომ ერთად არ თამაშობდით ეს იყო ჩვენი ფანდი თორე ძალიან კარგად ითამაშეთ და რეალურად ძალიან ცოტა დაგვაკლა რომ მოგვიგო ნუ სამ კაცამდე მივედით მაინც ეგ დიდი მიღწევა იყო ისეთი ძლიერი მაგიდა იყო ამიტომ მადლობა აქ თითოეულ მოთამაშეს და ასევე თქვენს ვინც ახლა გულებს პამავთ მადლობა თქვენ ყველას მეგობრებო რომ მობრძანდით გაიხსენეთ დაიწყებული კონდათ რა თქმა უნდა თუმცა დარწმუნებული ვარ მაყურებელი დააფასებს თქვენ ამ შეკრებას იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად გამომწერებისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს მადლობა და დავემშვიდობოთ მაყურებელს